როდესაც რუსი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე მასობრივად იღუპებიან, პუტინი რუსეთის მასშტაბით საიდუმლო ოფისებში იმალება. რუსული პოლიტიკის დიდი სირაქლემა თავს მყარად ყოფს ქვიშაში, რადგან ის სრულიად უარყოფს იმას, რასაც ხედავს. მაშინ როცა კრემლი აღიარებს, რომ უკრაინის ომი წაგებულია, პუტინი რჩება ერთადერთ რუსად, რომელიც სერიოზულად სჯერა, რომ რუსეთს შეუძლია გამარჯვება. ეს რეალობა არ არის. ეს პუტინის მიერ შექმნილი ბოდვაა, რომელიც კვლავაც გრძელდება მაშინაც კი, როცა უკრაინა ისეთ გიგანტურ რამეს აკეთებს, რომ რუსეთის ყველა გეგმა ინგრევა. ამჟამად უკრაინას ბრძოლის ველზე უზარმაზარი უპირატესობა აქვს და ეს ყველაფერი იმ ტექნოლოგიის შედეგია, რომელიც უკრაინამ წამოაყენა მას შემდეგ, რაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა. დრონები. კერძოდ, უკრაინის საშუალო რადიუსის დრონები რუსული ძალების განადგურებას იწვევს, რადგან ისინი ფრონტის ხაზის მიღმა ურტყამენ. ეს თავის მხრივ ანადგურებს რუსულ ლოგისტიკას, ანადგურებს სარდლობისა და მართვის ცენტრებს და უშლის რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ შეტევების განხორციელებას უკანა ზონებიდან. უკრაინამ ამ შესაძლებლობით ისარგებლა. ის იყენებს იმ აშკარა ტექნოლოგიურ სხვაობას, რაც მას და რუსეთს შორის არსებობს, რათა განახორციელოს საპასუხო შეტევები და ქაოსი შეიტანოს რუსულ ზურგში, რაც ერთ ნათელ ფაქტამდე მიდის. უკრაინა ახლა იმ საუკეთესო მდგომარეობაშია, რომელშიც თითქმის 1 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმითაა, რომელმაც 3 აპრილს განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის წყაროების მიერ მიწოდებულმა დაზვერვამ აჩვენა, რომ ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა უკრაინისთვის ახლა ისეთივე კარგია, როგორიც დიდი ხანია არ ყოფილა. სხვათა შორის 4 შაბათს იყო ანგარიში ჩემი დაზვერვისგან და ანალიზი ბრიტანეთის დაზვერვისგან. მე მივიღე MI6-ის შეფასება ჩვენი ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე, კერძოდ რომ მიმდინარე მდგომარეობა უკრაინისთვის საუკეთესოა ბოლო 10 თვის განმავლობაში, განაცხადა ზელენსკიმ. საშუალო მანძილის დრონებია ამის მთავარი მიზეზი. კრემლშიც და რუსეთის სამხედრო კომპლექსშიც ბევრია ისეთი, ვინც ცდილობს პუტინის გაფრთხილებას, მაშინაც კი როცა რუსეთის პრეზიდენტი ყურებში თითებს ძლიერად იდებს. ამ გაფრთხილებებს და პუტინის ბოდვით მდგომარეობას მალე დაუბრუნდებით. ჯერ კი ომის კვლევის ინსტიტუტი, ანუ ISW, ადასტურებს შეფასებას, რომ ამჟამად უკრაინის დრონები დომინირებენ ცაზე. აპრილის 10-ის პოსტში X-ზე ISW-მ განაცხადა, რომ რუსული და უკრაინული წყაროები როგორც ჩანს ადასტურებს ბრძოლის ველიდან მიღებულ ინფორმაციას, რომ უკრაინულმა ძალებმა დრონების უპირატესობა მოიპოვეს რუსულ ძალებთან შედარებით. ISW ამატებს, რომ ეს უპირატესობა რუსეთის გაჩერებული საგაზაფხულო შეტევის და უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების შესაძლებლობის საფუძველშია. უკრაინის ბოლო წარმატებების მთავარი მიზეზი, როგორც ჩანს, არის დარტყმების რაოდენობის ზრდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რამაც თავის მხრივ უსაფრთხო საჰაერო დერეფნები გახსნა და საშუალება მისცა იმ საშუალო მანძილის დრონების შეტევებს, რომლებზეც ადრე ვახსენეთ. ატლანტიკური საბჭო ამატებს, რომ დრონების ფრონტზე წლების განმავლობაში ურთიერთდარტყმების შემდეგ უკრაინამ საბოლოოდ გაუსწრო რუსეთს. მოკლე და გრძელ მანძილზე დარტყმებს დაემატა შეტევები პუტინის ძალებზე ახლო ზურგში, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია დაფაროს ის მანძილი, რომელიც იმ დაახლოებით 20 კილომეტრის მიღმა, რასაც მისი FPV დრონები ფარავენ უკრაინის ვრცელ სასიკვდილო ზონებში. და იმ 300 კილომეტრს ან მეტს მიღმა, რომელსაც უკრაინის გრძელ მანძილზე მოქმედი დრონები დაფარავენ დარტყმებისთვის თავად რუსეთის ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი ტექნოლოგიებია. უკრაინის ტექნოლოგია უკეთესია ვიდრე რუსეთის ტექნოლოგია. და ეს არის ამბავი, რომელსაც პუტინი უბრალოდ ვერ აიტანს. ეს არღვევს ნარატივს, ანადგურებს პროპაგანდას. მაგრამ ციფრები არ ტყუიან და ისინი ყველაფერს ამბობენ, რაც საჭიროა ითქვას რუსეთის შეტევის შესახებ ამჟამად. იანვრიდან მოყოლებული უკრაინის საშუალო მანძილის დარტყმების რაოდენობა თითქმის გასამაგდა. მოხსენებების მიხედვით იანვარში 41 დარტყმა განხორციელდა. თებერვალში უკრაინამ გამოიყენა 61 საშუალო მანძილის დრონი, ხოლო მარტში უკრაინამ რუსეთის მუსეთის მიმართულებით გაუშვა 115 თავისი ახალი სასიკვდილო იარაღი. ეს საშუალო მანძილის დარტყმები იმ 11,000 საბრძოლო მისიის ნაწილია, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სივსკი ამბობს, რომ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალები ახლა ახორციელებენ ყოველდღიურად. ეს არის უპილოტო აპარატების შეუკავებელი დომინირება და მარტი ამ ყველაფრის პიკი იყო ამ დროისთვის. უკრაინის უპილოტო ძალებმა გაანადგურეს 150,000 დადასტურებული სამიზნე, რაც 50%-ით მეტია ვიდრე თებერვალში დაარტყეს. და ეს რიცხვები კვლავ იზრდება. უკრაინის საშუალო რადიუსის დარტყმებმა გაანადგურა რუსეთის 153 საწყობი და ლოგისტიკური ობიექტი, იტყობინება SIS. უკრაინის უპილოტო აპარატების უპირატესობის შედეგად კიდევ 52 რუსული სამეთაურო პუნქტი დაეცა, ასევე ქვეყნის უკანა ხაზზე მდებარე 20 ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. ეს რიცხვები უარყოფილი ვერ უნდა იყოს და ბევრისთვის რუსეთში ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი ცდილობს თავი ქვიშაში ჩარგოს, კრემლში განგაშის ზარები რეკავს. რუსეთის იერარქია ხედავს იმ კატასტროფას, რომელიც ვითარდება, თუნდაც ვლადიმერ პუტინი ამას არ აღიარებდეს და ისინი ცდილობენ გააფრთხილონ იგი. როგორც RBC უკრაინა იტყობინებოდა 10 აპრილს, არანაკლებ ანდრეი ბელოუსოვი, რომელიც 2024 წლის მაისიდან რუსეთის თავდაცვის მინისტრია მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუ გადააყენა, ცდილობს აუხსნას პუტინს რა ხდება.
ბელოუსოვის განცხადებით, უკრაინაში დრონების მდგომარეობა ახლა კრიტიკულია, რადგან უკრაინამ მიაღწია როგორც ტექნოლოგიურ, ასევე რაოდენობრივ უპირატესობას რუსეთის ძალებზე. Starlink-ის დაკარგვამ როგორც ჩანს, ასევე შეამცირა რუსეთის დრონული დარტყმების ეფექტიანობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. და უკრაინამ შეიმუშავა ახალი თაობის აღჭურვილობა, რომელიც სრულიად განსხვავებულია იმისგან, რაც რუსეთს ოდესმე უნახავს. რუსეთი ძირითადად მოუმზადებელია იმ უფრო დახვეწილი სისტემების წინააღმდეგ, რომლებსაც უკრაინა იყენებს და კრემლიც ამას კარგად აცნობიერებს. ადამიანი, რომელსაც თავად პუტინმა დაავალა ასეთი პრობლემების აღმოჩენა და მათი გადაჭრა-ძრის გზების პოვნა, ამაზე ხმამაღლა ყვირის, მაგრამ პუტინი უბრალოდ არ უსმენს. ბელოუსოვი რეალურად ამ ყველაფრით ამბობს, რომ ომი როგორც ახლა რუსეთისთვის წაგებულია. თუ პუტინი ვერ გააკეთებს რამეს იმის გარდა, რომ ქვეყნის ჯარისკაცები იმ ხორცსაკებში გაატაროს, რომელიც თავად შექმნა. მაგრამ თუ ბელოუსოვი ცდილობს მშვიდად მიაწოდოს ეს ამბავი პუტინს, რუსეთში არიან სხვებიც, რომლებიც ბევრად უფრო გაბრაზებულები არიან. ესენი არიან სამხედრო ბლოგერები. და მათ ბევრი აქვთ სათქმელი რუსეთის კამპანიის მდგომარეობაზე უკრაინაში ამჟამად. თუ პუტინი ასე დაკავებული არ იქნებოდა რეალობისგან თავის მოშორებით და ინახავდა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში სამხედრო ბლოგერები მუდმივი პატრიოტული მლიქვნელობიდან ღია კრიტიკაზე გადავიდნენ რუსეთის შეჭრის მიმართ. ეს ბლოგერები არ ამბობენ, რომ შეჭრა საერთოდ არ უნდა მომხდარიყო. ამის ნაცვლად ისინი ხშირად ირიბადეობნებიან პუტინს, რომ შეჭრა წარუმატებელია მუდმივი სამხედრო არაკომპეტენტურობის გამო. პროფესიონალი პროპაგანდისტები მთელ რუსეთში ახლა პუტინს უპირისპირდებიან. ალექსეი ჩუდაევი, რომელიც ხელმძღვანელობს იუშკუნიგის ობიექტს, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთის დრონების განვითარების დიდ ნაწილზე, იქამდე რომ პუტინის ქება დიდების გარეშე პირის გაღებაც კი უჭირდა, ახლა მთლიანად რუსულ საზოგადოებას აკრიტიკებს. რუსეთმა ფეოდალიზმი ჩააშენა საკუთარ საზოგადოებაში, ამტკიცებს ჩუდაევი. და ეს ჩამორჩენილი აზროვნება მოქალაქეებს უფლებებს აღთმევს და ასევე კეტავს იმგვარი ინოვაციების გზას, რომლებიც რუსეთს უკრაინის ტექნოლოგიურ პროგრესთან ფეხის აწყობის საშუალებას მისცემდა. სხვა კრიტიკოსებს შორისაა სამხედრო ბლოგერი რიბარი, რომელსაც ტელეგრამზე დაახლოებით 1 მილიონი გამომწერი ჰყავს. ის და მისნაირები ახლა ამბობენ, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაში ჩიხში შევიდა. ისინი მობილიზაციის შესაძლებლობას ეწინააღმდეგებიან, ამტკიცებენ, რომ ეს არსებულ ვითარებაში უაზრო იქნება და კიდევ უფრო, პუტინის გენერლებს ფრონტზე ადანაშაულებენ იმაში, რომ რეალობას უმალავენ მას, რათა რუსეთის პრეზიდენტმა კვლავაც თავისი ილუზიების ზღვაში გზააბნეულად იხეტიალოს. ტაქტიკას მეთაურებს და თავად იმ რუსეთს, რომელიც პუტინმა შექმნა, ღიად აკრიტიკებენ კრემლის მხარდამჭერები. ეს მხარდამჭერები ამას პუტინისადმი ბოროტი განწყობით არ აკეთებენ. მისი ავტორიტარიზმი სწორედ ისაა, რაც მათ საქმიანობას უზრუნველყოფს. ისინი სურთ, რომ პუტინმა ბრძოლის ველზე არსებული რეალობა მიიღოს და შესაძლოა გააცნობიეროს, რომ ტაქტიკა, რომელმაც უკვე 1.3 მილიონზე მეტი მსხვერპლი გამოიწვია და კიდევ ბევრს გამოიწვევს, მაშინაც არ მუშაობდა. და ახლა კი, როცა უკრაინის დრონების უპირატესობა ასეთი მასშტაბურია, ნამდვილად აღარ იმუშავებს. რუსეთისთვის ვითარება უკვე დაიწყო შეცვლა. მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. როდესაც უკრაინა ფრონტზე ტექნოლოგიურ უპირატესობას იტენებს, ზუსტად იგივეს აკეთებს უკანა ხაზზეც. უკრაინისთვის თავდაცვა ისეთივე ეფექტურია, როგორც შეტევა და მალე ზუსტად აგიხსნით, რას ნიშნავს ეს. მანამდე მცირე შენიშვნა. თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ასეთი ანალიზი კიდევ ბევრია, ასე რომ გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ არც ერთი ვიდეო. თავდაცვით ხაზზე უკრაინის დრონების უპირატესობა ისეთივე კრიტიკული ხდება, როგორც შეტევითი უპირატესობა უკვე გახდა. უკრაინული ჩამჭერი დრონები, რომლებიც იაფი და უკიდურესად ეფექტურია, უფრო მეტ რუსულ შორ მანძილზე მოქმედ თავდასხმით დრონს ანადგურებენ ვიდრე ოდესმე. კიდევ ერთხელ ციფრები არ ტყუიან. უკრაინამ იანვარში რუსეთის 2975 დრონი ჩამოაგდო. ეს რიცხვი თებერვალში 3679-მდე გაიზარდა. შემდეგ ეს რიცხვი რაკეტასავით გაიზარდა. მარტში უკრაინამ 7674 რუსული დრონი ჩამოაგდო ციდან. მანამდე სანამ ისინი რაიმე ზიანს მიაყენებდნენ, იტყობინება ISW. არ უნდა დააკნინოთ ბრძოლის ველზე ამ კონკრეტული ცვლილების მნიშვნელობა. თავარი მიზეზი, რის გამოც რუსეთი უკრაინაზე ამდენ დრონს უშვებს, არის ის, რომ მიაღწიოს ზუსტად იმას, რასაც ახლა უკრაინა აკეთებს რუსეთის ძალების წინააღმდეგ. შაჰედები განკუთვნილია უკრაინის ინფრასტრუქტურის დასანგრევად. ისინი ანადგურებენ სამხედრო ობიექტებს, აშინებენ მშვიდობიან მოსახლეობას და ანგრევენ ენერგეტიკულ ქსელებს. ეს ყველაფერი ემსახურება უკრაინის თავდაცვის შესუსტებას ფრონტზე. მაგრამ ახლა, როცა უკრაინის ჩამოგდების მაჩვენებელი იზრდება და რუსეთს არ აქვს პასუხი იმ ტექნოლოგიურ პროგრესზე, რაც უკრაინამ მოიტანა ბრძოლის ველზე, ეს ყველაფერი ხელიდან უსხდებათ. უკრაინა რუსეთის უკანა ხაზს არღვევს. რუსეთს არ გამოსდის იგივე უკრაინის მიმართ და რა იყო პუტინის პასუხი ამ ყველაფერზე? ის უბრალოდ ეყრდნობა უკრაინის ომის ცრუ ნარატივს და იქცევა ისე, თითქოს რუსეთი კვლავ ძალაუფლების პოზიციიდან მოქმედებს. ეს ჩვენ ბოლო დროსაც ვნახეთ 7 აპრილს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ დრონების ტექნოლოგიაში რუსეთს გადაასწრო, პუტინმა არაფრის მომცემი ნაბიჯები გადადგა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ის ნამდვილად არ ცვლის რუსეთის ტაქტიკას. რუსეთმა მხოლოდ 11 აპრილამდე 20 საათში 1440 ჯარისკაცი დაკარგა, ასე რომ ცოცხალი ძალა ისევ უკრაინის დრონების სამიზნეა.
ეხლა პუტინმა ყველაფერ ამაზე მხოლოდ სუსტი გაფრთხილება გაუგზავნა ბალტიის ქვეყნებს, რომლებიც მისი აზრით უკრაინას ეხმარებიან რუსეთის წინააღმდეგ გრძელდისტანციური დრონების კამპანიაში. რუსეთის მხრიდან გაურკვეველი მუქარები გაისმა, რომ თუ ესტონეთი, ლატვია და ფინეთი უკრაინას კრაინას მისცემენ უფლებას გამოიყენოს მათი საჰაერო სივრცე რუსეთის ბალტიის ზღვის ნავთობის. რუსეთის ორი მთავარი ბალტიის პორტი მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში დაიხურა, რადგან უკრაინის დრონებმა ისინი რამდენჯერმე დაარტყეს. მაგრამ ეს არის ყველაფერი, რაც პუტინს შეუძლია გააკეთოს. ის ისევ იმავე მუქარებს ისვრის, რასაც ყოველთვის აკეთებს, მაშინ როცა სრულად ვერ ხვდება და უგულებელყოფს რეალურ პრობლემას, რომელიც მის წინაშე დგას. პუტინს არ უნდა აწუხებდეს ის, რომ ბალტიის ქვეყნები უკრაინას ეხმარებიან. მისი საკუთარი განზრახი თვითმოტყუება ბევრად უფრო დიდი პრობლემაა. და ამ ილუზიებს შორის მთავარი არის ის აზრი, რომ თითქოს რუსეთს შეუძლია მოიგოს ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო. აპრილის 9-ში რობერტ ფოქსმა, რომელიც ბრიტანული გამოცემა The Standard-ის თავდაცვის რედაქტორია, აღწერა პუტინის უარი რეალობის მიღებაზე. ისინი ხმად ურტყამენ რუსეთს და ეს რეალურ ზიანს აყენებს, ამბობს ფოქსი უკრაინაზე საუბრისას და ამატებს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ზიანი უკვე რუსულ გაზეთებშიც ხვდება, თავად პუტინი ამას სრულად უარყოფს. აი ასეა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მედია, ქვეყნის სამხედრო ბლოგერები და თვითონ მისი თავდაცვის მინისტრიც კი აფრთხილებენ მას, პუტინი არავის უსმენს. ის სწრაფად ხდება, ერთადერთი რუსი, რომელიც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეს ომი შეიძლება მოიგონ, მაშინ როცა თვითონ კრემლიც კი ეუბნება მას, რომ უკრაინაში სიტუაცია კრიტიკულია. ეხლა მთავარი კითხვაა, რამდენ ხანს შეძლებს პუტინი რეალობის უარყოფას, როცა მის გარშემო ყველაფერი ინგრევა. მარტში რუსეთის თვიური დანაკარგების მაჩვენებელი 29%-ით გაიზარდა და რეკორდულ 35351-ს მიაღწია, საიდანაც 96% დრონების მიერ იყო გამოწვეული. იმავე თვეში რუსეთმა ასევე მოხსნა რეკორდი ერთ დღეში ყველაზე მეტი დანაკარგის მხრივ 2026 წელს, როდესაც 17 მარტს 1710 ჯარისკაცი დაკარგა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლის ველზე სიკვდილი პუტინზე არ იმოქმედებს, თუნდაც ეს რიცხვები ასეთი მაღალი იყოს. ის თავის ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცივით ისე ეპყრობა, ასე რომ ისინი ზუსტად იმას აკეთებენ, რასაც ის მათგან ელის. რაც შეიძლება პუტინის ყურადღებას მიიპყრობს, არის უკრაინის მოქმედებები რუსეთის ბალტიის პორტებში. ოპერაცია ეპიკური რისხვის შემდეგ ირანში ნავთობის ფასების ზრდით გამოწვეული თითქმის 1 მილიარდი დოლარის მოსაოდნელი შემოსავალი კრემლს ხელიდან წაართვეს. ბალტიის პორტებზე დრონულმა იერიშებმა. პუტინი უკვე თავის მტრებისგანაც იღებს გაფრთხილებებს, რომ დროა შეაჩეროს ომი, რომელსაც ვერ მოიგებს. საფრანგეთის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ნოელ ბარომ პუტინს ზუსტად აუხსნა რა ელოდა მას, როცა ევროკავშირმა მარტში ახალი სანქციების პაკეტი გამოაცხადა. ეს არის რეალობა, ასე რომ ვლადიმირ პუტინმა ფაქტებს უნდა შეხედოს. აგრესიის ომი, რომელშიც მან თავისი ქვეყანა ჩაითრია, რისკის ქვეშ აყენებს მის დაცლასა და დისკრედიტაციას და ეს უნდა შეწყდეს. ეს არის სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური მარცხი, რომელიც ახლა უნდა დასრულდეს. ბარომ აღნიშნა, რომ მან რუსეთის მარცხები არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში გაუსვა ხაზი. აფრიკაში ბაროს თქმით, ევროკავშირი ახლა რუსეთზე 200-ჯერ მეტ ინვესტიციას ახორციელებს. ეს გავლენის სფეროა, რომელიც პუტინს ხელიდან უსხდება და ნუსხდება. ნიკოლას მადუროს, ალი ხამენეისა და ბაშარ ალ-ასადის დანაკარგებმა ვენესუელაში, ირანსა და სირიაში შესაბამისად კიდევ უფრო მეტი დათვა მიაყენა რუსეთის გლობალურ გავლენას. პუტინი ინგრევა როგორც გლობალურ არენაზე, ასევე უკრაინაშიც. ნამდვილად პუტინმა ვიღაცას მაინც უნდა მოусმინოს. მისი საკუთარი მინისტრები, რუსი სამხედრო ბლოგერები, უცხოელი მინისტრები, დამწვარი ნავთობი, დაღუპული რუსი ჯარისკაცები, ხრელი რუსეთის საბანკო ბალანსში, უკრაინის საშუალო რადიუსის დრონების ზუზუნი, როცა ისინი კიდევ უფრო მეტ ობიექტს ანადგურებენ ახლო ზურგში. ამათგან მაინც ერთმა რაღაცამ უნდა შეძლოს პუტინის უარყოფის გარღვევა, რომ გააცნობიეროს. ის გამარჯვება ოდესღაც რომ წარმოედგინა უკრაინის ომში, ახლა უკვე შეუძლებელია. ასე გინდათ გჯეროდეთ, ხომ ასეა, მაგრამ პუტინი ისევ ჩაკეტილია თავის ილუზიაში და ეს აიძულებს ისეთ ნაბიჯებს გადადგას, რომლებიც მას ძალაუფლების გამოვლინებად ეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში სასუწარკვეთის ნიშნებია ყველასთვის, ვინც ყურადღებას აქცევს რუსეთის მრავალ მარცხს უკრაინაში. როცა პუტინმა 2025 წლის ბოლოს ახალი წლის მისალოცი სიტყვა წარმოთქვა რუსეთ-უსეთში, მან რუს ხალხს უთხრა, რომ მას და შესაბამისად მათაც უნდა სჯეროდეთ რუსეთის არმიისა და მისი გამარჯვების. ეს იმ დროის პერიოდს ემთხვევა, როცა რუსეთი თითქოს იპყრობდა ტერიტორიებს, რომლებიც სინამდვილეში არ ეკავა. 2026 წლის განმავლობაში, როცა უკრაინის დრონების უპირატესობა უფრო აშკარა გახდა, პუტინი კვლავ ცდილობს შეინარჩუნოს დაშლის პირას მყოფი ნარატივი რუსეთის გარდაუვალი გამარჯვების შესახებ. ეს მარტის ბოლოსკენ ვიხილეთ, რომელიც როგორც გახსოვთ, 2026 წელს რუსული დანაკარგებისთვის რეკორდული თვე იყო. პუტინმა საკუთარი ჯარისკაცების მასობრივი დაუყვის პასუხად, რაც მისმა მოძველებულმა ტაქტიკამ გამოიწვია, უკრაინას ორთვიანი ვადა მისცა, რომ დონბასი დაეტოვებინა. რა მოხდება თუ უკრაინა უარს იტყვის? რუსეთი თავს დაესხმება და როგორღაც გაიმარჯვებს. საერთოდ როგორ აპირებს ამას რუსეთი, როცა მარტში დაწყებულმა გაზაფხულის შეტევამ რეალური შედეგი არ მოიტანა და უკრაინა საშუალო მანძილის დრონებით რუსულ ზურგს ანადგურებს, ეს არავინ იცის.
რაც შეეხება ამ შეტევას, 25 მარტს United 24 მედიამ შეაჯამა, როგორ მიდის საქმე პუტინისთვის სინამდვილეში. მათ აღნიშნეს, რომ უკრაინამ მხოლოდ 3 დღეში 1 კვირის რუსი ახალწვეულების რაოდენობა გაანადგურა, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა იმ რეკორდული 1700 დანაკარგით 1 დღეში, რაზეც ადრე ვახსენეთ. ეს არის გაზაფხულის შეტევის რეალობა. პუტინის ხელის ბიჭების არეულდარეული ჟლეტა, როცა ისინი ფრონტზეც და ზურგშიც მძიმე დარტყმებს იღებენ. მაგრამ როგორ შეეძლოთ უკეთესის მოლოდინი? ამ უარყოფასა და ილუზიასთან ერთად პუტინი შეპყრობილია არაჯანსაღი პარანოით, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეიძლება რეალურად არც კი ჰქონდეს წარმოდგენა რა ხდება ფრონტზე. ეს არის ადამიანი, რომელიც არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან ინტერნეტს, როგორც Business Insider-მა 2023 წლის გამოძიებაში გამოავლინა. და ასევე ითქვა, რომ პუტინი ბრძოლის ველის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მაშინ იღებს, თუ მას მისი უახლოესი წრის წევრები მიაწვდიან. პუტინმა თავის გარშემო ინფორმაციული ვაკუუმი შუუმი შექმნა და ვინც ამ ვაკუუმში შეღწევას ცდილობს, როგორც წესი დიდხანს ვერ ძლებს მის გვერდით. ბატონო ბორისო, ალბათ არ უნდა ყოფილიყავით ასე გულახდილი რუსეთის დრონების ტექნოლოგიების მდგომარეობის შესახებ. შეიძლება მომავალში ფანჯრიდან გადავარდნა გელოდებოდეთ, ან თუ გაგიმართლათ, გამოგონილი კორუფციის ბრალდება იმ ადამიანისგან, ვინც თავად ახალისებს კორუფციას მთელ კრემლში. კიდევ უფრო მეტი ჭორია, რომ პუტინმა რუსეთის ოლიგარქებს მიმართა, რომ პირდაპირ დაეფინანსებინათ ომი უკრაინაში, თუმცა პოლიტიკოს ინფორმაციით პუტინმა ეს ჭორები უარყო. თუმცა ეს მაინც აჩვენებს, რომ მას მაინც რაღაც დონეზე ესმის, რამდენად ცუდად წარიმართა ომი. რუსეთს არ უნდა დასჭირვებოდა მეტი ფულის თხოვნა სამხედრო ოპერაციისთვის, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ უკვე 4 წელია გასული და სიტუაცია მხოლოდ უარესდება რუსეთისთვის. სამშაბათს Financial Times-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლახან დაბრუნდა ჩინეთში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტიდან, სადაც მან ვრცელი მოლაპარაკებები გამართა თავის ჩინელ კოლეგას სი ძინპინთან. ამ მოლაპარაკებების დროს Financial Times-ი ამტკიცებდა, რომ სი ძინპინმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შესაძლოა უკრაინაში შეჭრა სანანებლად დაუჯდეს. ეს სენსაციური განცხადებაა. გასაგებია, რომ მან მთელი მსოფლიოს მასშტაბით სათაურები დაიკავა და ანალიზისა და კომენტარების ტალღა გამოიწვია. CNN-ის სარედაქციო სტატიაში Brett H. McGurk-მა დაასაბუთა, რომ ბრძოლის ველზე ახალი ტენდენციები მიუთითებს, რომ ის მართალია და რომ მისი განცხადება ტრამპის დიპლომატიას ომის დასრულების ახალ შანსს აძლევს, თუმცა განსხვავებული მიდგომით, ვიდრე მან აქამდე სცადა. მოდით განვიხილოთ McGurk-ის არგუმენტი და რას მიანიშნებს ეს იმაზე, თუ საით მიემართება ომი. თუ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის პოლიტიკას ადევნებდით თვალს, McGurk-ი თქვენთვის უცნობი არ უნდა იყოს. ის არის ცნობილი ამერიკელი დიპლომატი და იურისტი, რომელმაც უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების თანამდებობები ეკავა 4 პრეზიდენტის დროს: ჯორჯ ბუშის, ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის. ბოლო პერიოდში ის პრეზიდენტ ბაიდენის მოადგილე თანაშემწედ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორად მუშაობდა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ამ პოზიციაზე მან უხელმძღვანელა რთულ დიპლომატიურ ძალისხმევას, მათ შორის მოლაპარაკებებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი პირების გათავისუფლების შესახებ. მანამდე ის მუშაობდა სპეციალურ საპრეზიდენტო დესპანად გლობალურ კოალიციაში, რომელიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო შექმნილი პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციებში. მან უხელმძღვანელა საერთაშორისო კოალიციას, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ISIL-ის ტერიტორიულ დამარცხებაში ერაყსა და სირიაში. მანამდე ის იყო ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი 2007 წლის ერაყში ჯარების გაზრდის სტრატეგიისა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში და დაეხმარა აშშ ერაყის უსაფრთხოების შეთანხმების მოლაპარაკებაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ექსპერტიზა ძირითადად ახლო აღმოსავლეთის რეგიონს ეხება, ის ნამდვილად ძალიან კარგად ერკვევა რთულ მოლაპარაკებებში და იცის რა სჭირდება მათ წარმატებით დასრულებას ძლიერი პოზიციიდან. მის სარედაქციო სტატიაში CNN-ისთვის, სადაც ის გლობალური საკითხების რეგულარული ანალიტიკოსია, ის ამტკიცებს, რომ სი ძინპინის კომენტარები დონალდ ტრამპს აძლევს შესაძლებლობას დაატვეს ზეწოლა რუსეთზე შეთანხმების მისაღწევად და განმარტავს, რატომ უნდა შეცვალოს ბრძოლის ველზე არსებული ახალი რეალობებმა შეთანხმების პირობები მტკიცედ უკრაინდ უკასარგებლოთ. აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც დონალდ ტრამპმა, ასევე ჩინეთის მაღალი თანამდებობის პირებმა კატეგორიულად უარყვეს, რომ სი ძინპინს მსგავსი რამ უთქვამს. Financial Times-ი წერს, რომ სი ძინპინის კომენტარები რამდენიმე ადამიანმა გაავრცელა, რომლებიც ვაშინგტონის მიერ პეკინის სამიტის შეფასებას იცნობდნენ. სტატია მათ სახელებს არ ასახელებს, თუმცა იმავე სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია სრულიად ცრუ უწოდა, ხოლო დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, არა, მას მსგავსი რამ არ უთქვამს. თეთრი სახლის საინფორმაციო ბიულეტენში პეკინის სამიტის შესახებ ასევე არ იყო ნახსენები საუბრები პუტინზე ან უკრაინაში ომზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გუო ჯიეჩინმა მოგვიანებით კიდევ ერთხელ უარყო ეს ინფორმაცია და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თქვენ მიერ ნახსენები ინფორმაცია არ შეესაბამება ფაქტებს და მთლიანად გამოგონილია. მართლა იშვიათია, რომ ჩინეთის ლიდერისგან, რომელიც ჩვეულებრივ ბევრად უფრო ფრთხილია სიტყვებში, ასეთი პირდაპირი განცხადება მოვისმინოთ. Financial Times-ის სტატია აღიარებს, რომ მისი წყაროების მიხედვით ეს კომენტარი ბევრად უფრო შორს მიდის, ვიდრე ის, რაც სი ძინპინმა უკრაინის სიტუაციაზე თქვა დონალდ ტრამპის წინამორბედთან, ჯო ბაიდენთან საუბრისას.
მეორეს მხრივ ტრამპმაც განაცხადა, რომ იმავე სამიტის დროს სი ძინპინმა უთხრა, რომ აშშ-ში დაღმასვლის გზაზე მყოფი ქვეყანა იყო, რაზეც ტრამპის თქმით მანაც დაეთანხმა. ეს სი ძინპინისთვისაც უჩვეულოდ პირდაპირი განცხადება იქნებოდა, რაც კიდევ უფრო ამყარებს Financial Times-ის ანგარიშს. მეორეს მხრივ ასეთი კომენტარი თითქმის უეჭველად უხერხულობას გამოიწვევდა, როცა პუტინი ამ კვირაში პეკინში ჩავიდა საკუთარი სამიტისთვის სი ძინპინთან. ასეთი უხერხულობა არ ყოფილა შესამჩნევი. პირიქით, რუსულ და ჩინურ სოციალურ მედიაში ამაყად საუბრობენ იმაზე, რომ პუტინმა შეხვედრის დროს პიჯაკი გაიხადა. რუსულ კულტურაში ეს როგორც ჩანს იმის ნიშანია, რომ ადამიანი თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს. ასე რომ ვინ იცის, სინამდვილეში თქვა თუ არა ეს სი ძინპინმა. McGurk ამას ფაქტად აღიქვამს. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მისი თქმით ომში არსებული მიმდინარე ტენდენციები ამ განცხადებას ამყარებს. პუტინს იმედი ჰქონდა, რომ 2026 წელი იქნებოდა ის წელი, როდესაც მისი ძალები, რიცხობრივი და ცოცხალი ძალის უპირატესობით, ფრონტის ხაზს გაარღვევდნენ და აღმოსავლეთ უკრაინაში სადავო რეგიონებს დაეკავებდნენ. მაგრამ ეს არ მომხდარა, ყოველ შემთხვევაში ჯერ არა. სინამდვილეში რუსეთი თითქოს უკან მიდის. ომის შესწავლის ინსტიტუტის, ანუ ISW-ს შეფასებით, აპრილში უკრაინამ ტერიტორიული მოგება მიიღო, ხოლო რუსეთმა ტერიტორიული დანაკარგი განიცადა პირველად. მას შემდეგ, რაც 2024 წელს უკრაინა რუსეთის კურსკის რეგიონში შეიჭრა. ანგარიშის მიხედვით დაახლოებით 45 კვადრატული მილი ტერიტორია დაბრუნებულია. ჟურნალ The Economist-ის ომის მონიტორინგის სისტემაც აღნიშნავს, რომ 2026 წლიდან დღემდე უკრაინამ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ტერიტორიული მოგებები მიიღო პირველად 2023 წლის შემდეგ. ეს ანგარიშები მკვეთრად განსხვავდება იმასთან, რასაც რუსული მხარე ამავე პერიოდში მომხდარ მოვლენებზე აცხადებს. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა 2026 წელს დაახლოებით 656 კვადრატული მილი ტერიტორია დაიკავეს. 80-ი დასახლება აიღეს და ლუგანსკის ოლქში დარჩენილი ბოლო დასახლებები გაათავისუფლეს. რუსების მიერ გამოქვეყნებული გეოლოკაციური ვიდეო მასალა, როგორც ჩანს, ამ განცხადების ბოლო ნაწილს მაინც ადასტურებს. დაუძახეთ ამას ომის ნისლი, დაუძახეთ პროპაგანდა, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი უფრო შემზარავი სტატისტიკა, რომელიც უკრაინის საერთო წინსვლას ადასტურებს. ეს არის დაღუპულთა გაცვლა ორივე მხარეს შორის. დაღუპული ჯარისკაცების გაცვლის რაოდენობა ორივე მხარეს შორის დიდი ხანია გამოწვევას უქმნის დასავლეთისა და უკრაინის მტკიცებებს, რომ რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგები ბევრად აღემატება უკრაინისას. ზოგიერთ რეგიონში ეს შეფასებები გონების დამბნეველ მასშტაბებსაც კი აღწევს. მაგალითად, უკრაინის დაზვერვის შეფასებებით 2025 წლის ბოლოს ქალაქ კუპიანსკის ნელი აღებისას თითოეულ უკრაინელზე, რომელიც დაიღუპა, დაახლოებით 27 რუსი ჯარისკაცი იღუპებოდა. თუმცა სააგენტო Reuters ამ რიცხვის გადამოწმება არ შეეძლო. ამ კვირაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ საერთო დანაკარგების თანაფარდობა მნიშვნელოვნად დაბალ ნიშნულზე დაასახელა. დაღუპულების მხრივ დღის მიხედვით ეს თანაფარდობა 7-დან 9-მდე მერყეობს. ეს არის დაღუპულთა თანაფარდობა, განაცხადა მან. ეს შეიძლება სამჯერ ნაკლები იყოს კუპიანსკისთვის დასახელებულ მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ მაინც უკიდურესად მაღალია. სამხედრო პრაქტიკის მიხედვით შეტევაზე გადასულ ძალას როგორც წესი 3-დან 1-ზე უპირატესობა სჭირდება ცოცხალ ძალაში, რომ შეტევა წარმატებით განახორციელოს. ეს შეფასება 5-დან 1-ზე იზრდება, როდესაც ტერიტორია ძლიერ გამაგრებულია. ეს თანაფარდობები ნიშნავს, რომ შეტევაზე გადასული ძალა უფრო მეტ დანაკარგს განიცდის, ვიდრე დამცველები, და ეს როგორც წესი ასეა. ასე რომ 7-დან 9-მდე 1-ზე ნიშნავს რუსებისთვის საშინელ დანაკარგებს. დასავლელი დამოუკიდებელი ანალიტიკოსები როგორც წესი უფრო თავშეკავებულნი არიან თავიანთ შეფასებებში. ასეთი წყაროები, როგორიცაა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი, ანუ CSIS, რუსების სასარგებლოდ საერთო დანაკარგების თანაფარდობას დაახლოებით 2.5-ზე ასახელებს, რაც მოიცავს მოკლულებს, დაჭრილებსა და დაკარგულებს, ხოლო მხოლოდ დაღუპულების შემთხვევაში ეს თანაფარდობა უფრო უკრაინის სასარგებლოდ არის. პრობლემა ის არის, რომ დაღუპულთა გაცვლა ორივე მხარეს შორის ძირითადად საპირისპირო მიმართულებით მიმდინარეობდა. რუსეთის 2022 წლის შეჭრის შემდეგ ოფიციალური წყაროებიდან რუსული სამხედრო დანაკარგების პლატფორმა Lost Armor-ის მიერ შეგროვებული მონაცემებით დაღუპულთა რეგულარული გაცვლა მიმდინარეობს. სულ რუსეთმა უკრაინას 24945 დაღუპულის ცხედარი დაუბრუნა და სანაცვლოდ 3450 მიიღო. ეს ნიშნავს, რომ გაცვლის საერთო თანაფარდობა 7.23 დაღუპული უკრაინელი თითო რუს დაღუპულზე. 2026 წელს დღემდე უკრაინას დაუბრუნდა 3528 დაღუპული. სანაცვლოდ კი რუსეთმა მიიღო 155 დაღუპული, რაც 22.76-თან თანაფარდობას ნიშნავს. ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია 2025 წლის გაცვლის მაჩვენებელზე, როდესაც 16304 უკრაინელი გაცვალეს 439 რუსში, რაც 37.14-თან თანაფარდობას ნიშნავს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ბოლო გაცვლაში, რომელიც გასულ კვირას შედგა, 526 უკრაინელი გაცვალეს 41 რუსში. ეს მაინც 12.8-დან 1-ზე თანაფარდობაა, თუმცა ბოლო პერიოდში ეს თითქმის ყოველთვიური გაცვლები დაახლოებით 1000 უკრაინელისა და 10-20 რუსის ნიშნულზე მერყეობს. უკრაინული მხარე დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ასეთი დიდი სხვაობის მიზეზი ორმაგია. პირველ რიგში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსები ციფრებს აყალბებენ, რადგან მათში ითვლიან საკუთარ დაღუპულებს ან ადრე ნაწილობრივ დაბრუნებული ჯარისკაცების სხეულის ნაწილებსაც.
მაგრამ მათი მთავარი მტკიცება ისაა, რომ რადგან რუსები წინ მიიწევენ, მათ შეუძლიათ დაიბრუნონ დაღუპულები დაკავებულ პოზიციებზე. მაშინ როცა უკრაინას ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდა, ლობა არ ჰქონდა, რის გამოც ეს თანაფარდობა ხელოვნურად იზრდება. ბოლო გაცვლაში რუსების რაოდენობა ბოლო თვეებთან შედარებით გაორმაგდა, მაშინ როცა უკრაინელების რაოდენობა თითქმის განახევრდა. უკრაინის არგუმენტების გამოყენებით ეს მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა მართლაც იწყებს წინშლას ბრძოლის ველზე და აგროვებს დაღუპულ რუსებს, როცა გადადის მათ მიერ ადრე დაკავებულ პოზიციებზე. მაკურკი ამტკიცებს, რომ რუსეთის შეტევის შეჩერებისა და უკრაინის მიღწევების შედეგად ზეწოლა უკვე შესამჩნევი ხდება თავად რუსეთში. სინამდვილეში ახლა უკვე ღიად წუწუნებენ ომის ხარჯებზე. ბოლო დღეებში იშვიათი საჯარო უკმაყოფილების გამოვლინებისას რუსეთის პარლამენტარმა რენატ სულეიმანოვმა გააფრთხილა, რომ რუსეთის ეკონომიკა ვერ გაუძლებს უკრაინაში ხანგრძლივ ომს. მან აღნიშნა, რომ ფედერალური ბიუჯეტის 40% ახლა თავდაცვასა და უსაფრთხოებას ეთმობა, რაც 1.5-ჯერ მეტია ვიდრე მთლიანად სოციალური ხარჯები. სულეიმანოვმა განაცხადა, რომ ეს მასიური ხარჯები ინფლაციას აჩენს, ინვესტიციებსა და სოციალურ პროგრამებს ანაცვლებს და გრძელვადიან ეკონომიკურ დისბალანსს ქმნის. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტანკებსა და ჭურვებს მომხმარებლური ღირებულება არ აქვთ. სწორედ ასეთი ტიპის კომენტარები იწვევს ხოლმე იმას, რომ ვინმე შემთხვევით 24 სართულის ფანჯრიდან ვარდება. სულეიმანოვის მხრიდან ასეთი განცხადებების საჯაროდ გაკეთება მამაცობაა და ეს ნათელი ნიშანია იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკაზე ხანგრძლივი ომის შედეგად ზეწოლა იზრდება. კიდევ ერთი ნათელი ნიშანია პუტინის მკვეთრად შემცირებული რეიტინგი. რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახური VTSIOM იუწყება, რომ პუტინის რეიტინგი 2026 წლის აპრილის ბოლოს 65.6%-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ. ეს მნიშვნელოვანი ვარდნაა, 12%-ულ პუნქტზე მეტი 2025 წლის დეკემბერთან შედარებით, რამაც სახელმწიფო კონტროლირებადი სოციოლოგიური სააგენტო აიძულა მომავალში ნარატივის კონტროლის მიზნით გამოკითხვის მეთოდოლოგია შეეცვალა. მაკურკი ამტკიცებს, რომ ამ ზეწოლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი უკრაინის დრონებია, რომელსაც ის ძალის გამამრავლებელს უწოდებს. უკრაინა დღეს არ გავს სახელმწიფოს, რომელიც თავს იცავს და გადარჩენას ცდილობს, არამედ სამხედრო ინოვატორია, რომელიც ომის ბუნებას მასიურად წარმოებული ავტონომიური სისტემებით ცვლის, წერს ის. ამან თავდაპირველი ვარაუდი შეცვალა, რომ მხოლოდ რუსეთის ცოცხალი ძალის უპირატესობა გადამსკვეთი იქნებოდა. ფრონტის ხაზებზე უკრაინამ ახლა შექმნა 10-დან 15 კილომეტრამდე, 6.2-დან 9.3 მილამდე განადგურების ზონა, სადაც რუსეთი ვერ ახერხებს წინსვლას მუდმივი დრონების თავდასხმების გარეშე. ეს მართალია, მაგრამ ეს აუცილებლად დამაჯერებელი არგუმენტი არ არის. პენტაგონის გენერალური ინსპექტორის ოპერაცია ატლანტიკური გადაჭრის ბოლო კვარტალური ანგარიშის მიხედვით რუსეთმა მიაღწია შედარებით თანასწორობას ტაქტიკური დრონების განლაგებაში. ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთს თითქმის უეჭველად შენარჩუნებული აქვს უფრო მაღალი უნარი განახორციელოს მუდმივი მაღალი ტემპის შეტევითი მანევრები და აქვს უპირატესობა პირდაპირ ცეცხლში, ლოგისტიკაში, ძალების გენერირებაში და ძალების დაცვაში. თუ ყოველდღიური განახლებები ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო ამბებზე გსურთ, დააწყაპუნეთ გამოწერის ღილაკზე ახლავე. სამხედრო გადაცემაში ჩვენ უბრალოდ სათაურებს არ ვაკოპირებთ. ჩვენ ღრმად ვიკვლევთ, რომ მოგიტანოთ ნამდვილი ამბავი და აგიხსნათ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. გამოიწერეთ არხი, რომ არაფერი გამოგრჩეთ. საბოლოო ჯამში რუსეთმა ფრონტის ხაზებზე იგივე სასიკვდილო ზონები შექმნა და უკრაინული ძალებისთვის მათ გავლა ისეთივე რთული და ძვირადღირებულია, როგორც რუსებისთვის. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის ხაზებზე დრონების ომში თითქოს ერთგვარი ჩიხია, უკრაინის შორ მანძილზე დარტყმები რუსეთის სიღრმეში აშკარად იზრდება და სულ უფრო მძიმე ზიანს აყენებს. მაკერკის სიტყვებით რომ თქვათ, უკრაინული დრონები ახლა უკვე რეგულარულად ურტყამენ რუსეთის სიღრმეში. სამიზნედ იღებენ სამხედრო აეროდრომებს, ქარხნებს, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საბრძოლო მასალის საწყობებსა და ლოგისტიკურ ჰაბებს. უკრაინული დრონების შესაძლებლობა მიეღწიათ მოსკოვამდე, როგორც იუწყებიან ხელი შეუწყო პუტინის დაინტერესებას დროებითი ცეცხლის შეწყვეტით დედაქალაქში გამარჯვების დღის აღნიშვნისას, რათა პარადი ჩატარებულიყო დრონების მოულოდნელი გამოჩენისა და სანახაობის გაფუჭების საფრთხის გარეშე. თუ რამეა, ის ამცირებს იმ პრობლემის მასშტაბს, რაც უკრაინული დრონების იერიშები ბოლო დროს გახდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი დრონების გაშვების რაოდენობა სტაბილურად იზრდებოდა, ხოლო ბოლო თვეებში ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ეს როგორც გადატანითი მნიშვნელობით, ისე ბევრი რუსული ობიექტის დაზიანების შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობითაც ასეა. 2024 წლის იანვარში 100 უპილოტო საფრენი აპარატიდან ეს რიცხვი 2026 წლის მარტში 7000-ზე მეც მიაღწია, ხოლო მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში გაშვების საერთო რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა. მარტში უკრაინამ პირველად გადაასწრო რუსეთს თვეში გაშვებული შორ მანძილზე მოქმედი დრონების რაოდენობით. ბოლო დროს რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დედაქალაქზე განხორციელდა ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ბოლო 1 წლის განმავლობაში, ხოლო საჰაერო თავდაცვამ 550-ზე მეტი დრონი ჩამოაგდო. იმ ერთ ტალღაში გაშვებული იყო 1000-ზე მეტი დრონი, რომლებიც მოსკოვის რეგიონსა და რუსეთის შიგნით მდებარე სხვა ტერიტორიებს ესხმენ თავს. როგორც მაკურკი სწორად აღნიშნავს, ეს თავდასხმები ახლა აიძულებს რუსეთს გაანაწილოს საჰაერო თავდაცვა, გადაადგილოს ავიაცია, გაამაგროს ინფრასტრუქტურა და მეტი რესურსი მოახმაროს ქვეყნის თავდაცვას.
სამხედრო თვალსაზრისით უკრაინა აფართოებს ბრძოლის არეალს და ზრდის ომის ფასს მოსკოვისთვის. იმ დროს, როცა მოსკოვი ცდილობს უკრაინაში რაიმე ტერიტორიის მოპოვებას და ამასაც ვერ ახერხებს. მაკ-გურკის თქმით, პუტინი იძულებულია სტრატეგიულ მარცხს შეეჯახოს. ის წერს, რომ შემტევი ომები საბოლოოდ ფასდება არა რუკაზე ხაზებით, არამედ იმით, თუ დააკმაყოფილეს თუ არა მათ ის პოლიტიკური მიზნები, რისთვისაც ისინი თავდაპირველად დაიწყო. პუტინის ომის მიზნები შეჭრის დროს მოიცავდა უკრაინის სრულ დაქვემდებარებას, ნატოს ალიანსის დასუსტებას და რუსეთის როგორც დომინანტი ევრაზიული ძალის აღდგენას. ეს მიზნები მოსკოვისთვის სულ უფრო მიუღწევადი ხდება. უკრაინის სრულად დაქვემდებარების თვალსაზრისით მაკ-გურკი ამბობს, ბრძოლის ველი და ომის შედეგი ახლა აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონზეა კონცენტრირებული და რუსულ ძალებს აღარ აქვთ შანსი აიღონ კიევი, რაც პუტინის საწყისი მიზანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის ხაზები დონბასის ფარგლებს ბევრად სცდება და სასტიკად აქტიურია, ხარკოვში, სუმში, დნიპროპეტროვსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქში ძირითადი აზრი სწორია. თუ რუსეთი არ მობილიზებს მასიურ რეზერვულ არმიას და არ დაიწყებს ახალ მასშტაბურ შეტევას ბელარუსის გავლით, რაზეც ბოლო დღეებში როგორც ზელენსკი, ასევე სირსკი აფრთხილებდნენ, მცირე მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთს კიევის აღების მცდელობა შეუძლია. შეუძლია თუ არა რუსეთს კვლავ დაიმკვიდროს თავი როგორც დომინანტურ ევრაზიულ ძალად. ეს იმაზეა დამოკიდებული, ვის გითხავთ. მაშინ როცა ზოგი, მაგალითად მაკ-გურკი ამბობს, რომ ასეთი პერსპექტივა სულ უფრო მიუღწეველი ხდება, პეკინში ახლახან დასრულებულ სამიტზე როგორც პუტინი, ასევე სი, როგორც ჩანს, ამაზე ყურადღებას არ ამახვილებდნენ. სამიტის დროს ორმა ლიდერმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას მრავალპოლარული სამყაროს ფორმირების შესახებ, რომლის სათავეშიც რუსეთი და ჩინეთი აპირებენ დადგომას. 47 გვერდიან პოლიტიკურ დოკუმენტს ხელი მოეწერა ხალხის დიდ დარბაზში, დაახლოებით 40 სხვა თანამშრომლობის შეთანხმებასთან ერთად. დოკუმენტი მოითხოვს მსოფლიო წესრიგს, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტის პატივისცემაზე, სახელმწიფოებს შორის თანასწორ ურთიერთობებზე და სამხედრო ალიანსების, როგორიცაა ნატო და აუკუსი, გაფართოების წინააღმდეგობას, რასაც იგი ჯუნგლების კანონს ადარებს. ლიდერები თავიანთ სტრატეგიულ პარტნიორობას წარმოაჩენენ როგორც დიდი სახელმწიფოებისათვის მისაბაძ მოდელს და საპირწონეს იმასთან, რასაც ისინი აშეტეშიის ერთპიროვნულ და ჰეგემონურ საწინააღმდეგო ტალღებს უწოდებენ. ნატოს დასუსტების თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ალიანსი ბოლო დროს მართლაც დასუსტდა, თუმცა ძალიან სადავოა, აქვს თუ არა რუსეთს ამაში რაიმე წვლილი. ტრამპი არასოდეს ყოფილა ნატოს განსაკუთრებული მხარდამჭერი. მან და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა, როგორიცაა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ომის მდივანი პიტ ჰექსეთი, არაერთხელ გააკეთეს განცხადებები, სადაც ეჭქვეშ აყენებდნენ იმას, რასაც ისინი ალიანსში აშშ-ის გადაჭარბებულ წვრილად მიიჩნევენ. ტრამპი განსაკუთრებით უკმაყოფილო იყო იმით, რომ აშშ-ის ევროპელი ნატოელი პარტნიორები პიბი არ შეუერთდნენ მის კონფლიქტს ირანთან და მის მცდელობებს ჰორმუზის სრუტის გამბლოკვისთვის, რომელიც ირანმა აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებზე პასუხად დახურა. აპრილში ტრამპმა დაიმუქრა, რომ შეამცირებდა აშშ-ის როლს ნატოში, ან თუნდაც ალიანსიდან გამოვიდოდა, თუ მისი წევრები არ დაეხმარებოდნენ სრუტის გახსნაში. მეორეს მხრივ, კიდევ უფრო ძლიერი არგუმენტია, რომ პუტინის უკრაინაში შეჭრამ სინამდვილეში გააძლიერა ალიანსი და არ დაასუსტა იგი. როგორც მაკ-გურკი წერს, ნატოს ალიანსი მიუხედავად ტრამპის რიტორიკული კრიტიკისა, დღეს უფრო დიდია, ვიდრე მაშინ, როცა რუსეთი შეიჭრა. ფინეთი და შვედეთი ალიანსს შეუერთდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგან ნატოს ევროპულ დედაქალაქებში თავდაცვის ხარჯები გაიზარდა. ამგვარად რუსეთისთვის უზარმაზარი და მზარდი დანაკარგების მიუხედავად პუტინს უკრაინაში ომისთვის თითქმის არაფერი აქვს საჩვენებელი და როგორც ჩანს ტენდენციები თვეთვეთვეზე მხოლოდ უარესდება, ასკვნის ის. მას შემდეგ რაც დეტალურად განმარტა რატომ თვლის, რომ რუსეთი სუსტ პოზიციაშია და შესაბამისად არახელსაყრელი ომის შეთანხმებისთვის მოწყვლადია, მაკ-გურკი შემდეგ თავის არგუმენტის არსზე გადადის. რას ნიშნავს ეს ჩინეთისთვის და როგორ შეიძლება ტრამპმა ეს გამოიყენოს, რათა პუტინს შეთანხმება მოახვიოს თავს? მიუხედავად იმისა, რომ სი ძინპინმა დაავალა სახალხო განმათავისუფლებელ არმიას მზად იყოს ოპერაციისთვის, რათა 2027 წლისთვის დაიკავოს ტაივანი, წერს ის, მისი სამხედრო ძალა ჯერ კიდევ არ არის გამოცდილი ბრძოლაში და უკრაინა ამტკიცებს, რამდენად რთულია სწრაფი პოლიტიკური კოლაფსის მიღწევა მტკიცე დამცველის წინააღმდეგ. მომდევნო 6 თვის განმავლობაში სი ძინპინი დააკვირდება ამ ტენდენციებს და შეაფასებს უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს, როდესაც საქმე მის საბოლოო გეგმებს შეეხება ტაივანთან დაკავშირებით. მაკ-გურკი თვლის, რომ ეს აშშ-ს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, კიდევ უფრო გააძლიეროს სი ძინპინის სიფრთხილე და მტკიცედ დააწვეს ფეხი პუტინის ყელზე. გონივრული ნაბიჯი ამ ეტაპზეა ნატოს გაძლიერება და უკრაინისადმი მისი მხარდაჭერის განმტკიცება, რათა პუტინს დავანახოთ, რომ მას არ აქვს შანსი ინიციატივის დაბრუნების, ხოლო სი ძინპინს მივაწოდოთ სიგნალი, რომ ტაივანზე ნებისმიერი ქმედება კოორდინირებულ პასუხს მიიღებს. როგორც ის სწორად აღნიშნავს, ტრამპის განცხადებული მიზანი უკრაინის საკითხშია, ომის დასრულება დიპლომატიური გზით, რაც დიდი ალბათობით გულისხმობს, რომ უკრაინამ უნდა დათმოს გარკვეული ტერიტორიები უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. ის ასევე სწორად აღნიშნავს, რომ დიპლომატია ჩავარდა იმიტომ, რომ უკრაინა არ არის მზად დათმოს მიწები, რომლის დაცვაც სამხედრო გზით შეუძლია, ხოლო რუსეთი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ამ მიწების სამხედრო გზით დაპყრობა შეუძლია. გამოცდილი მოლაპარაკების მონაწილედ ყოფნის გამოცდილებით ის მოკლედ აღნიშნავს, რომ გარღვევით მოლაპარაკებები იშვიათად არის წარმატებული, მაშინ როცა ორივე მხარე თავს ერთნაირად
მაგრამ ახლა, როცა ტენდენციები უკრაინის სასარგებლოდ იცვლება, მაგურკი თვლის, რომ ამ ჩიხის საფუძველში არსებული ვარაუდები აღარ არის აქტუალური. ტრამპის დიპლომატიის საფუძველი მისი საკუთარი განცხადებების მიხედვით იყო ის, რომ უკრაინამ როგორც უფრო მცირე ძალამ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დათმოს რაღაცები, თორემ ომს ბრძოლის ველზე წააგებს. ეს ვარაუდი, რომელიც ადრეს საეჭვო იყო, ეხლა უკვე მცდარია, წერს ის. ბრძოლის ველზე არსებული ახალი რეალობები დიპლომატიის წარმატებისთვის ახალ შესაძლებლობას ქმნის. უკრაინა ახლა უფრო თავდაჯერებულია საკუთარი თავდაცვის საკითხში და ნაკლებად არის დამოკიდებული ვაშინგტონის დაპირებებზე თავისი მომავალი თავდაცვისთვის. რუსეთი ახლა დგას მომავლის წინაშე, სადაც მას ელოდება მზარდი მსხვერპლი და ეკონომიკური ზეწოლა, გარღვევის ყოველგვარი შანსის გარეშე. გოკის თქმით, ეს ცვლის მდგომარეობას. როგორც მოსალოდნელი იყო აშშ-ის მცდელობები, შეთანხმებისთვის შუამავლობა გაეწია. მეტნაკლებად შეჩერდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა ირანის წინააღმდეგ. აშშ-ის მხარე გასაგებია უფრო გადაუდებელი საკითხებით იყო დაკავებული. აშშ-ის შუამავლობით კონფლიქტის შესახებ ბოლო ოფიციალური მოლაპარაკებები თებერვალში გაიმართა. მას შემდეგ აქტივობა თითქმის არ ყოფილა, მაგრამ ეს შეიძლება მალე შეიცვალოს. Yuri Ushakov-მა პუტინის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მრჩეველმა 20 მაისს განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე აშშ-ის მთავარი მოლაპარაკებელი სტივ ვიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი უახლოეს კვირებში რუსეთში ელოდებიან. მაგურკი თვლის, რომ ტრამპმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, სანამ მისთვის ხელსაყრელი ვითარებაა. ომის დასრულების საუკეთესო შანსი ახლა იმაშია, რომ არ ვივარაუდოთ უკრაინის სისუსტე, როგორც ეს ტრამპმა აქამდე გააკეთა. მაგრამ რუსეთის მზარდი მოწყვლადობის აღიარებით ახლა არსებობს ბერკეტი, რომ უკრაინისთვის მისაღებ პირობებზე შეთანხმება იქნეს მიღწეული და ვაშინგტონმა ეს უნდა გამოიყენოს, ასკვნის ის. რუსეთი ყველაზე დიდი ქვეყანაა დედამიწაზე. მისი ტერიტორია მოიცავს 11 დროის სათხელს, 2 კონტინენტს და 6.6 მილიონი კვადრატული მილის ფართობს. ეს აშშ-ზე 70% დიდია. მაგრამ ამჟამად მისი ნაწილი ავსტრალიის ზომის ჩუმად იკარგება, არა სამხედრო დამარცხების ან შეჭრის შედეგად. ხალხი ტოვებს და აღარ ბრუნდება. ეს ყველაფერი ეხება რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს. უფრო კონკრეტულად კი შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქს, რომელიც რუსეთის მთლიანი ტერიტორიის 40%-ს მოიცავს. ამ მთელ ტერიტორიაზე მხოლოდ 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც რუსეთის მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 5%-ზე ოდნავ მეტია. და ეს რიცხვი უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე რუსეთის თანამედროვე ისტორიაში ოდესმე შემცირებულა, უფრო სწრაფად ვიდრე ქვეყნის ნებისმიერ სხვა რეგიონში, გარდა შორეული ჩრდილოეთისა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამას პირადად უწოდა ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე და ის მართალია. რეგიონი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რესურსებისთვის, არამედ როგორც სავაჭრო და დემოგრაფიული მიგრაციის შესასვლელი წერტილი აღმოსავლეთიდან. მაგრამ ერთი დიდი პრობლემა არსებობს. როგორც კი კრემლი ცდილობს რაიმეს გაკეთებას ამ საკითხზე, მცდელობა მარცხდება და რუსეთის შორეული აღმოსავლეთი ნელ-ნელა განაგზობს დაქვეითებას. და ეს ქმნის კიდევ ერთი შეჭრის შესაძლებლობას, ამჯერად ჩინეთის მხრიდან რუსეთში, რაც ისტორიული უკუსლოა რუსეთის იმპერიის 1860 წლის მიღწევებთან შედარებით. მაგრამ იმის საჩვენებლად, თუ რა მასშტაბის მოვლენასთან გვაქვს საქმე, აუცილებელი არ არის ასე შორს წასვლა წარსულში. საკმარისია საბჭოთა კავშირის დაშლამდე დავბრუნდეთ. 1989 წლის აღწერის მიხედვით, მომავალში შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში დაახლოებით 10.35 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, როცა პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა. ეს რიცხვი დაახლოებით 8.8 მილიონი იყო. 2025 წელს მოსახლეობა მხოლოდ 7.86 მილიონად იყო შეფასებული. ეს დაახლოებით 25%-იანი დანაკარგია 25 წლის განმავლობაში, მაგრამ ეს საერთო მაჩვენებელი ფარავს იმას, თუ რამდენად კატასტროფულია მდგომარეობა კონკრეტულ რეგიონებში. შუკოტკამ რუსეთის შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ნახევარკუნძულმა 1991 წლიდან მოსახლეობის 68% დაკარგა. მაგადანის ოლქმა, რომელიც ოდესღაც საბჭოთა ეპოქის რესურსების მოპოვების ცენტრი იყო, მოსახლეობის 63.6% დაკარგა. კამჩატკაში მოსახლეობა 34.6%-ით შემცირდა. ეს მონაცემები მიუთითებს, რომ შესაბამისი რეგიონები ფაქტობრივად მიტოვებულია და დაბრუნების მსურველი აღარავინ დარჩა. სინამდვილეში მას შემდეგ, რაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა, მოსახლეობა 10%-ით შემცირდა, ხოლო ზოგიერთი სტატისტიკის მიხედვით 2033 წლისთვის კიდევ 8%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი. ეს სამჯერ აღემატებოდა ოფიციალურ შეფასებას, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ გაკეთდა. და მოსახლეობის შემცირების ტემპი კიდევ უფრო იზრდება. დღეს ამ რეგიონში ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე 1970-იანი წლების შუა პერიოდში. საბჭოთა სახელმწიფო 10 წლეულები და უზარმაზარი რესურსები დახარჯა მოსახლეობის ზრდაზე, მაგრამ მას შემდეგ გასული 3 წლეულის განმავლობაში ეს ყველაფერი თითქმის მთლიანად გაუქმდა. იმის გასაგებად, რატომ ხდება ეს, დაუბრუნდეთ საბჭოთა კავშირის დამსხვრეულ მოდელს, რომლის გამეორებასაც მოსკოვი მას შემდეგ ცდილობს და ვერ ახერხებს. სესერკემ შორეული აღმოსავლეთის სხვადასხვა მეთოდების კომბინაციით დაასახლა, რომელთაგან ზოგიერთი ძალადობრივი იყო. გულაგის შრომამ შექმნა ადრეული საბჭოთა შორეული აღმოსავლეთის ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ჩრდილო-აღმოსავლეთში. მაგრამ სტალინის შემდეგი მოდელი დადებით სტიმულებზე იყო დაფუძნებული. რეგიონში ხელფასები 50%-ით ან 2-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი.
მუშაკებს, რომლებიც აღმოსავლეთში მიდიოდნენ, გარანტირებული ჰქონდათ საცხოვრებლის უფლება საკუთარ რეგიონებში, რაც საბჭოთა საცხოვრებელი სისტემისთვის კრიტიკული სოციალური გარანტია იყო. დაგროვებული დანაზოგები მაღალი ხელფასებისადისა და შედარებით დაბალი ცხოვრების ხარჯების გამო არსებითად ნიშნავდა, რომ შორეული აღმოსავლეთი აღიქმებოდა როგორც დროებითი მსხვერპლი, რომელსაც გარანტირებული მომავალი სარგებელი მოხვებოდა. დასავლეთში, სადაც ცხოვრება უფრო მარტივი იყო მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვის, ინფრასტრუქტურაზე უკეთესი ხელმისაწვდომობისა და უფრო ხელსაყრელი კლიმატის გამო, ეს სისტემა მუშაობდა მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან შეფერხებებს აწყდებოდა, რადგან პირდაპირ იყო. სახელმწიფო უზრუნველყოფდა სტიმულებს, სახელმწიფო აკონტროლებდა ინსტიტუციურ გარანტიებს და აიებს და სახელმწიფო აფინანსებდა სოციალურ ინფრასტრუქტურას, რომელიც მძიმე პირობებს ასატანს ხდიდა. რეგიონში წმინდა მიგრაცია დადებითი იყო თითქმის 1980-იანი წლების ბოლომდე. შემდეგ კი საბჭოთა კავშირი დაინგრა და ამასთან ერთად ის ფუნდამენტური გარანტიები თითქმის ერთ ღამეში გაქრა. მუშაკებს, რომლებმაც წლები გაატარეს აღმოსავლეთში, მოულოდნელად აღარ ჰქონდათ გარანტირებული საცხოვრებლის უფლება საკუთარ რეგიონებში. ხოლო დანაზოგები ინფლაციამ და ფინანსური სისტემის კოლაფსმა გაანადგურა. გონიურული პასუხი იყო დაუყოვნებლივ წასვლა, სანამ წასვლა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო და ზუსტად ასე მოიქცნენ ისინი. 1991 წელს საბჭოთა ან რუსეთის ისტორიაში პირველად შორეული აღმოსავლეთიდან მიგრაციამ ბუნებრივ მოსახლეობის ზრდას გადააჭარბა, მაგრამ ეს მასობრივი გადინება არასოდეს შეჩერებულა. რაც ამ მდგომარეობის შეცვლას ასე რთულს ხდის, ის არის, რომ მიზეზები, რის გამოც ადამიანები დღეს ტოვებენ რეგიონს, იგივე არ არის, რაც 1991 წელს იყო. იმ დროს ეს იყო ინსტიტუციური კოლაფსი და ფინანსური პანიკა. დღეს ეს არის რაციონალური ხარჯსარგებლის გათვლა, სადაც ცხოვრება რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ძვირია, რთულია, საშიშია და შედარებით ნაკლებად სარგებლიანია და მდგომარეობა მხოლოდ უარესდება. დავიწყოთ შემოსავლის ღერძით. 1990-იანი წლების შუა პერიოდში შორეულ აღმოსავლეთში ხელფასები ჯერ კიდევ ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე რეალურად მაღალი იყო, ჩვეულებრივ დაახლოებით 71%-ით. საბჭოთა პერიოდის კოეფიციენტებისა და დანამატების გამო, რომლებიც ნაწილობრივ გადარჩა გარდამავალ პერიოდში, 2010-იანი წლების ბოლოსთვის ეს უპირატესობა მხოლოდ 18%-მდე დაეცა. ამავე დროს რეგიონის ცხოვრების ხარჯები მნიშვნელოვნად უფრო მაღალი დარჩა, ვიდრე დასავლეთ რუსეთში. 25-დან 30%-ით უფრო მაღალი, უფრო ხელმისაწვდომ სამხრეთის ქალაქებში, როგორიცაა ხაბაროვსკი და ვლადივოსტოკი. 40-60%-ით უფრო მაღალი, ისეთ ადგილებში, როგორიცაა კამჩატკა და სახალინი. ხოლო ჩუკოტკაში 80-100%-ით უფრო მაღალი. არითმეტიკა მარტივია. ოდნავ მეც გამოიმუშავებ, მაგრამ მნიშვნელოვნად მეც გადაიხდი. და სხვაობა იმაში თუ რამდენად ღირს შენი ხელფასი შორეულ აღმოსავლეთში და რამდენად ღირს ის ნოვოსიბირსკში ან მოსკოვში, სულ უფრო მცირდება. ამას ემატება ცხოვრების ხარისხიც. შორეულ აღმოსავლეთში სიცოცხლის საშუალო ხანძლივობა 2-3 წლით ჩამორჩება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს, რომელიც თავისთავადაც არ არის შთამბეჭდავი. დანაშაულის დონე კი უფრო მაღალია ვიდრე რუსეთის დანარჩენ ნაწილში. სიღარიბის დონე შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში 15.7% შეადგენს, მაშინ როცა ქვეყნის მასშტაბით ეს მაჩვენებელი 12.6%-ია. ჯანდაცვის მომსახურება მცირე დასახლებებიდან უფრო დიდ ცენტრებშია გადატანილი, რის გამოც ის პრაქტიკულად მიუწვდომელია რეგიონის მრავალი მცხოვრებისთვის. 2015 წლისთვის ქვერეგიონებში სტუდენტების რაოდენობა 1990 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 25-დან 30%-მდე იყო შემცირებული. და სისტემის პასუხი იყო სკოლების დახურვა, რამაც კიდევ უფრო მეტი ოჯახი გააძევა რეგიონიდან და შექმნა თვითგამაძლიერებელი წრე უკიდურესად ნეგატიური შედეგებით. ამიტომ ისინი, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობენ და აქვთ წასვლის საშუალება, უყურებენ მდგომარეობის გაუარესებას და გადაწყვეტენ ბედი სხვაგან სცადონ. ისინი, ვინც რჩებიან, არათანაბრად უფრო ასაკოვნები, ღარიბები და სახელმწიფოს დახმარებაზე მეტად დამოკიდებულები არიან. ეს იწვევს საგადასახადო ბაზის შემცირებას, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტები სულ უფრო მეტად მოხმარდება ხანდაზმული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების უზრუნველყოფას, ვიდრე განათლებასა და ახალგაზრდების გაძლიერებას. კიდევ ერთხელ, ახალგაზრდების შემდეგი თაობაც იღებს იმავე გადაწყვეტილებას, რასაც პირველი, რაც იწვევს იმავე შედეგს, ოდნავ უფრო უარესს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსკოვი ამ პრობლემის შესახებ იცის და პუტინმა მას ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე უწოდა. წლების განმავლობაში რუსეთის სახელმწიფომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად პროგრამები დაიწყო, მაგრამ არც ერთი მათგანი, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ მუშაობს. საბჭოთა ეპოქის განვითარების პროგრამა შორეული აღმოსავლეთისთვის პირველად 1987 წელს დაიწერა. ის არაერთხელ გადახედეს, განაახლეს, გადაარქვეს და ხელახლა დაიწყეს 1996, 2002 და 2015 წლის ინსტიტუციური ინოვაციების ტალღაში. მათ შორის მოწინავე განვითარების ტერიტორიები, ვლადივოსტოკის თავისუფალი პორტი, უფასო მიწის გადაცემა, შეღავათიანი ენერგეტიკული ტარიფები და სუბსიდირებული ავიაბილეთები. ეს დასრულდა 2026 წლის აპრილში გამართული სამინისტროს შეხვედრით შორეული აღმოსავლეთის დემოგრაფიული პოლიტიკის სტრატეგიის შესახებ.
მაგრამ 30 წლიანი პროგრამები საბოლოოდ მაინც ერთსა და იმავე პრობლემამდე დადიოდა. თვითონ მოდელი აღარ მუშაობს და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მკვლევარებმა თავიანთი დასკვნები გამოაქვეყნეს. უკვე 2021 წელს 5 წლით ადრე საბოლოო სტიმულირების ტალღამდე თავისუფალი მიწის პროგრამა იდეალური მაგალითია იმისა, თუ რატომ არ მუშაობს ეს სისტემა. რემმა შორეულ აღმოსავლეთში ჰექტრობით მიწა შესთავაზა მოსახლეობას უფასოდ. პრობლემა ის იყო, რომ ამ მიწის დიდი ნაწილი შეთავაზებული იყო გზების გარეშე, რომლებიც მას რამეს უკავშირებდა, რკინიგზის გარეშე, ყოველგვარი ინფრასტრუქტურის გარეშე, რაც მას გამოსაყენებელს ან საცხოვრებელს გახდიდა. შემდეგ იყო ხელფასები. რუსეთი ჩვეულებრივ ზრდიდა ხელფასებს ზოგიერთი კატეგორიის მუშაკებისთვის, მაგრამ მოსკოვი არაერთხელ ვერ ახერხებდა მათ დროულად გადახდას. ასე რომ მუშაკებმა უფრო მაღალი ხელფასები უნდა მიიღონ. მაგრამ საბოლოოდ ისინი იმდენად იგვიანებენ ან უქმდება, რომ გაურკვეველია საერთოდ იყო თუ არა ზრდა. იყო კიდევაც გრანდიოზული გეგმები, მათ შორის წინადადებების სრულიად ახალი მილიონიანი ქალაქების აშენების შესახებ, რათა კონცენტრირებულიყო და დაემყარებინა შორეული აღმოსავლეთის მოსახლეობა. მაგრამ ეს გეგმები არასდროს გასცდა მხოლოდ განცხადების ეტაპს, უბრალოდ იმიტომ, რომ მთელი ქალაქის ასაშენებლად ბიუჯეტი არ არსებობს და თუნდაც ყოფილიყო ბიუჯეტი. ის გაქრა მაშინ, როცა რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა და თავისი რესურსები მიმართა ომისკენ, რომელიც თითქოს 10 დღეში უნდა დასრულებულიყო. სინამდვილეში ომმა შორეულ აღმოსავლეთზე რამდენიმე მიმართულებით იმოქმედა. ყველაზე პირდაპირი გავლენა მობილიზაცია, რადგანაც უკრაინაში მიმდინარე კამპანიამ არაპროპორციულად გამოითხოვა ხალხი იმ რეგიონებიდან, სადაც მუშახელი ისედაც ნაკლებად იყო და შორეული აღმოსავლეთი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულია. სამუშაო ასაკის მამაკაცები ის დემოგრაფიული ჯგუფია, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას რეგიონში, სადაც ისედაც არ ყოფნით მუშახელი. და მიუხედავად ამისა ისინი მობილიზებულნი არიან, დაღუპულნი, დაჭრილნი, ან თუნდაც გაპარულნი, რათა თავიდან აიცილონ გაწრევა. ომმა ასევე გაანადგურა ბიუჯეტი, რადგან რუსეთის თავდაცვის ხარჯებმა ყველაფერი სხვა ჩაანაცვლა, ხოლო ინფრასტრუქტურა ყველაზე თვალსაჩინო მსხვერპლი გახდა. გზები აღარ შენდება, რკინიგზის გაფართოების პროექტები, რომელთა შესახებაც რუსი გეგმავნები 2023 წელსაც კი საუბრობდნენ, შეჩერებულია. და ავიაციის ქსელი, რომელიც ერთმანეთთან და რუსეთის დასავლეთ რეგიონებთან აკავშირებს იზოლირებულ შორეულ აღმოსავლეთის თემებს, ნადგურდება. როდესაც სანქციებმა რუსეთის ავიაციის ინდუსტრია დასავლური ნაწილებისა და ექსპერტიზისგან 2023 წლის ბოლოს მოწყვიტა, რუსეთმა თავდაპირველად შემოგთავაზა გეგმა, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის შიდა და საერთაშორისო ფრენებისთვის 1000 თვითმფრინავის აშენება იგეგმებოდა. 2025 წლისთვის აშენებული თვითმფრინავების რაოდენობა იყო 13 და გეგმა ჩუმად გვერდზე გადადეს. მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი ფაქტორი იმისა, თუ როგორ კარგავს შორეული აღმოსავლეთი რუსეთს, არის ის, რომ რუსეთის მეზობლები ნელ-ნელა იწყებენ რეგიონის გარდაქმნას. ახლა, მხოლოდ მოკლე შეხსენება. თუ გსურთ ასეთი ანალიზები, აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ. ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ვიდეოებს გეოებს, გეოპოლიტიკასა და ომზე, რათა თქვენ იცოდეთ რა ხდება მაშინვე, როგორც კი ეს ხდება. დაუბრუნდეთ შორეულ აღმოსავლეთს. ჩინეთი წლებია ამ რეგიონში შედის, ხოლო უკრაინის ომმა ეს პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა. ახლა მოსკოვს ბევრად უფრო სჭირდება პეკინი, ვიდრე პეკინს სჭირდება მოსკოვი და ამ დამოკიდებულების ფასს შორეულ აღმოსავლეთში იხდია. 2025 წელს შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში ჩინური ინვესტიციები სავარაუდოდ 1 ტრილიონ რუბლს, ანუ დაახლოებით 13.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ხაბაროვსკის მხარესა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოცულობა 2024 წელს 5.5 მილიონი ტონით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის პირველ 6 თვეში კიდევ 36%-ით გაიზარდა. ჩინეთი ფაქტობრივად შთანთქავს შორეული აღმოსავლეთის მთელ ეკონომიკას და იმას, რაც ფედერაციის შიდა ვაჭრობა უნდა იყოს, თავისკენ მიმართავს. მაგრამ აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსახლეობა. შეფასებით 9 მილიონი ჩინეთის მოქალაქე ახლა ვლადივოსტოკსა და ურალს შორის ცხოვრობს. ეს რიცხვი იზრდება. ვიზის გარეშე მიმოსვლის და რუსეთის მიერ შექმნილ სპეციალურ ეკონომიკურ ზონებში პრეფერენციული წვდომის წყალობით მოსკოვმა ეს ზონები შექმნა ინვესტიციების მოსაზიდად და მოსახლეობის შესანარჩუნებლად, რომლებიც უფრო ეფექტური აღმოჩნდა ჩინელი მუშახელის მოზიდვაში, ვიდრე რუსი მუშახელის შენარჩუნებაში. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, შორეულ აღმოსავლეთში რამდენიმე ქალაქსა და დასახლებაში ჩამოყალიბდა ანკლავები, სადაც სამუშაო ძალაში რუსები პრაქტიკულად არ არიან წარმოდგენილი. და გახსოვდეთ, რუსები, რომლებიც რეალურად ცხოვრობენ შორეულ აღმოსავლეთში, თავდაპირველად შველად შორეული აღმოსავლეთიდან არ იყვნენ. ისინი არ არიან უმცირესობები, რომლებიც სიბირეში ცხოვრებას იყვნენ მიჩვეულნი. არამედ იქ საბჭოთა კავშირმა გადაასახლა იმ დაპირებით, რომ მათი შრომა მეტ შემოსავალს მოუტანდა. კულტურულად ისინი უფრო მეტად დასავლეთ რუსეთის მოსახლეობას გვანან, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობას. და ამ მოსახლეობას რეალურად უფრო მჭიდრო კავშირები აქვს მონღოლეთთან ან ჩინეთთან. თუმცა ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ისინი ახალ იმიგრანტთა ტალღას უფრო მიმღებლები არიან. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის მთავრობასაც იგივე ინტერესი აქვს. გახსოვდეთ, 1860 წლამდე გარე მანჯურია ცინის ჩინეთის ნაწილი იყო და ჩინეთს ეს ისტორიული დეტალი ნამდვილად არ დავიწყებია. წინა წლებში ჩინეთი იმდენად შორს წავიდა, რომ რეგიონის რუსულ ქალაქებს მათი ძველი ჩინური სახელებით მოიხსენიებდა.
რა თქმა უნდა, ეს არნიშნავს იმას, რომ ჩინეთი უეცრად აპირებს შეიჭრას და დაიბრუნოს ის, რაც საუკუნე და ნახევრის წინ დაკარგა. მაგრამ შეიძლება არც კი დასჭირდეს შეჭრა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა უკვე იტანჯება რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკით და მობილიზაციისა და საომარი ინტერესების გამო უთანასწორო მოპყრობით. ამის საპასუხოდ რუსეთმა გადაწყვიტა არაორდინარული და შესაძლოა თვითდამანგრეველი ტაქტიკის გამოყენება. რუსების აღმოსავლეთ აზიელთა სხვა ჯგუფით ჩანაცვლება. შრომითი დეფიციტის შესავსებად შორეულ აღმოსავლეთში მოსკოვმა მიმართა ფხენიას. შეთანხმება მარტივია. 2024 და 2025 წლის დასაწყისში რუსეთში ოფიციალურად ჩავიდა 15,000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი მუშა და მათი უმეტესობა შორეულ აღმოსავლეთშია, რადგან სწორედ იქ არიან საჭირო და ეს ყველაზე ახლოა მათ სამშობლოსთან. არაოფიციალური შეფასებებით 2025 წლის ბოლოსთვის რეალური რაოდენობა 50,000-მდეა, ხოლო რეგიონში მოქმედმა რუსულმა კომპანიებმა უკვე შეიტანეს მოთხოვნა დამატებით 153,000 ჩრდილოკორეელი მუშის კონტრაქტზე. მოთხოვნა ასევე ამცირდება, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბევრი ჩრდილოკორეელი თავის კონტრაქტებს მონობას ადარებს. 18 საათიანი სამუშაო ცვლებით და წელიწადში მხოლოდ 2 დასვენების დრით. მოთხოვის სტრუქტურა ყველაფერს გეუბნება, თვისაც სარგებელი აქვს. ჩრდილოკორეელი მუშები იღებენ ანაზღაურებას დაახლოებით იმ მინიმალურ დონეზე, რომელიც მოქმედი კონტრაქტული ჩარჩოთი არის დაშვებული. სხვაობა იმაში, რასაც რუსული კომპანიები უხდიან და რასაც ეს მუშები რეალურად იღებენ, მიედინება ფხენიაში, რაც კიმ ჩენ ინის რეჟიმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უცხოური ვალუტის წყაროა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ჩრდილოეთ კორეას აქვს ყველა სტიმულის შეთანხმება იმავე პირობებით გააგრძელოს და არანაირი სტიმული არ აქვს მოსკოვის სასარგებლოდ ხელა მოილაპარაკოს. შედეგად, ორი ბირთვული შეიარაღებული სახელმწიფო ერთდროულად იმაგრებს პოზიციებს რუსეთის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, მაგრამ ერთი და იგივე სტრატეგიულ შედეგს აღწევს. ზარდი და გაღრმავებული ყოფნა იმ რეგიონში, რომელსაც მოსკოვი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი პერსონალით და ფინანსებით ან მართვით, საკუთარი მოსახლეობით. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ეს ასე წარმოადგინა. მოსკოვი ომის საფასურს საკუთარი ტერიტორიით იხდის, რაც კიდევ ერთი რისკიანი ნაბიჯია ომის მოსაგებად და შიდა სტაბილურობის მისაღწევად, რომელიც პუტინმა საკუთარი ქმედებებით დაანგრია. აქ კიდევ ერთი განზომილებაა, რომელსაც დასავლეთში შედარებით ცოტა ყურადღებას აქცევენ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს უკიდურესად ჟღერს და ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. შორეულ აღმოსავლეთში დემოგრაფიული კრიზისის პოლიტიკური შედეგები რუსეთის შიგნით. ეთნიკური რუსების წასვლის ფონზე რეგიონის დემოგრაფიული შემადგენლობა იცვლება. ზოგიერთ ქალაქში შორეულ აღმოსავლეთში ჩინელებისა და უზბეკების საერთო რაოდენობა ახლა რუსების რაოდენობას უტოლდება. რუსმა აქტივისტებმა, მათ შორის ზოგიერთმა ორგანიზებული პლატფორმებით, საჯაროდ დაიწყეს დამოუკიდებელი სიბირის კონცეფციის განხილვა და ზოგჯერ იყენებენ ფრაზას „სიბირის შეერთებული შტატები“. ეს თავდაპირველად დაიწყო როგორც ხელოვნების მოძრაობა, მაგრამ გადაიზარდა პოლიტიკურ და კულტურულ იდენტობაში. ეს საუბრები დღესაც მარგინალურია, მაგრამ გაითვალისწინეთ უფრო ფართო კონტექსტი. ვლადიმერ პუტინმა ბოლო 25 წელი გაატარა ხელისუფლებაში, რათა შეეზღუდა ნებისმიერი ეროვნული იდენტობა, რომელიც რუსეთს პირველ ადგილზე არ აყენებს და იმდენად შორს წავიდა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობაც კი შეამცირა, რათა ისინი ფედერაციასთან დაეკავშირებინა. ის ფაქტი, რომ კიდევ ერთი შესაძლო სეპარატისტული მოძრაობა ჩნდება, ამჯერად ისეთ რეგიონში, სადაც მოსკოვს ჩარევის ყველაზე ნაკლები შანსი აქვს სიშორისა და ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ნიშნავს, რომ რუსეთის შიდა პოლიტიკა კოლაფსის ზღვარზეა. რა თქმა უნდა, აქტივისტები ამჟამად თავიანთ ძალისხმევას საზღვარგარეთიდან ახორციელებენ, რადგან ისინი იყვნენ პირველთა შორის, ვინც უკრაინაში ომის დაწყებისას რუსეთი დატოვა. მაგრამ თუ პუტინის მთავრობა სისუსტის რაიმე ნიშანს გამოავლეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიძლება სახელმწიფო დაფინანსებული პროპაგანდის მიღმა დაინახოს და შეუერთდეს მოძრაობას. ასე რომ ჩვენ გვაქვს ტერიტორია, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებს უტოლდება. მდებარეობს მსოფლიოს უდიდესი ხის, თევზის, იშვიათი მიწიერი ელემენტების, ბრილიანტების, ოქროსა და ნახშირ წყალბადების მარაგებზე. ესაზღვრება ჩინეთს, იაპონიას და ჩრდილოეთ კორეას და თითქმის ეხება ალასკას ბერინგის სრუტის გავლით. პუტინს როგორც ჩანს არ შეუძლია რუსები იქ დარჩენაზე დაარწმუნოს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ნელ-ნელა ჩინელებით ან კორეელებით იცვლება. მომდევნო საუკუნის განმავლობაში აუთვისებელი რესურსების სიმდიდრე და გეოპოლიტიკური შედეგები, რაც სხვა მსოფლიო ძალებთან ასეთი სიახლოვით არის გამოწვეული, სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. კითხვა იქნება, ვინ იქნება რეალურად იქ? ვინ მართავს ეკონომიკას, ავსებს ქალაქებს, მოიპოვებს რესურსებს და წვეთს, ვისი ინტერესები დაკმაყოფილდება. მოსკოვი თავს დიდ ძალად წარმოაჩენს. აღადგენს კონტროლს თავის ახლო საზღვარგარეთზე, ეწინააღმდეგება დასავლეთის გარშემორტყმას და ძალას ავლენს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთაც. მაგრამ ის ვერ ინარჩუნებს საკუთარ ტერიტორიას, ტერიტორიული კონტროლის ყველაზე მარტივი და ფუნდამენტური კრიტერიუმით, საკუთარი ხალხის იქ დარჩენით. რუსეთი რეალურად არ დაკარგავს შორეულ აღმოსავლეთს, ხვალ ან შემდეგ არჩევნებზე და უახლოეს მომავალში არ მოხდება აჯანყება ფედერაციიდან გამოყოფის მიზნით. მაგრამ არ შეგეშალოთ, რუსეთის შორეული აღმოსავლეთი ნელა და სტაბილურად გადადის რუსული დემოგრაფიული დომინირებიდან რაღაც სხვა მდგომარეობაში. საზღვრების ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
ან დემოგრაფიული კოლაფსის გამომწვევი ძალები იწვევს ეკონომიკურ კოლაფსსაც და ისინი თვითშენარჩუნებადი და თვითგაძლიერებადია. ადგილზე არსებული რეალობა, თუ ვინ ცხოვრობს იქ, მუშაობს იქ, აშენებს იქ და სარგებლობს იქ არსებული რესურსებით, იცვლება, როგორც ეს 10 წლეულებია ხდება. რუსეთ-უკრაინის ომის დინამიკა მკვეთრად შეიცვალა. სხვადასხვა გზებით ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინამ შეძლო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ძალის სერიოზულად დასუსტება და მისთვის ხელის შეშლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონფლიქტი აშკარა აუტსაიდერად დაიწყო. ახლა მრავალი ცნობილი სამხედრო ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ უკრაინას რეალისტური გზა აქვს, რათა რუსეთს არ მისცეს გამარჯვების შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ომი კვლავ გრძელდება და მოსკოვი აგრძელებს თავის გამოფიტვის სტრატეგიას. ერთ-ერთი ასეთი სამხედრო მოაზროვნეა ბენ ჰოჯესი, აშშ-ს არმიის გადამდგარი ოფიცერი, რომელიც იყო აშშ-ს არმიის ევროპის სარდალი და მოგვიანებით ნატოს უფროსი მენტორი ლოგისტიკის საკითხებში. ჰოჯეს 10 წლეულების სამხედრო გამოცდილება აღშდა ტაქტიკის, სტრატეგიისა და თანამედროვე კონფლიქტების ცვალებადი დინამიკის თითქმის შეუდარებელი გააზრება. როცა ის საუბრობს, ხალხი უსმენს და მას წლების განმავლობაში ბევრი აქვს ნათქვამი უკრაინის ომზე. სინამდვილეში ომის ადრეული ეტაპებიდანვე ის უკრაინის რაიმე ფორმით გამარჯვების პერსპექტივის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი იყო. მაგალითად, 2022 წლის სექტემბერში, როცა მსოფლიოს მედიის დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთს იმდენად ბევრი ფული, ძალა და ადამიანური რესურსი ექნებოდა, რომ უკრაინა წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, ჰოჯესმა ტელეგრაფში გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით „მოემზადეთ თავად რუსეთის დაშლისთვის“. სადაც ის ამტკიცებდა, რომ რუსეთი არა მხოლოდ ომს წააგებდა, არამედ მთელი რუსეთის ფედერაცია, როგორც ჩვენ ვიცნობთ, დაიშლებოდა შემდგომი შედეგების შედეგად. მან არაერთხელ გააკრიტიკა ის, რასაც რუსეთის მთავრობის მარცხად მიიჩნევს. განსაკუთრებით კი პუტინი გამოყო მკაცრი კრიტიკისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ომი დროთა განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით იცვლებოდა და სრულიად განსხვავებული დინამიკა ყალიბდებოდა, მაგალითად მექანიზირებული შეტევებიდან დრონების ომზე გადასვლა, ჰოჯესმა ძირითადად შეინარჩუნა თავისი შეხედულება, რომ რუსეთი ვერ შეძლებს და ვერ გაიმარჯვებს. დროთა განმავლობაში ჰოჯესის ზოგადი შეფასებები ომის შესახებ უფრო და უფრო მეტ ანალიტიკოსს შიფოვა გამოძახილი. 2026 წელსაც ის კვლავ ინარჩუნებს ამ შეხედულებას და თავისი უახლესი მოსაზრებები კონფლიქტზე გააზიარა დეტალურ ინტერვიუში Decoding Geopolitics-ის პოდკასტში, რომელიც დომინიკ პრესელთან ერთად ჩატარდა მაისის დასაწყისში. იმ ინტერვიუს შესავალ სიტყვაში ჰოჯესმა განაცხადა: აშკარაა, რომ ინიციატივა უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა ახლა მოიგებს ან რამე მსგავსი, მაგრამ ვფიქრობ, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ რუსეთს არანაირი შანსი არ აქვს რეალურად დაამარცხოს უკრაინა. როდესაც თხოვეს განმარტება, ჰოჯესმა 5 ძირითად მიზეზზე გაამახვილა ყურადღება, თუ რატომ მოხდა ეს და ჩვენ თითოეულ მათგანს დეტალურად განვიხილოთ. პირველი მიზეზია დანაკარგები, სადაც ჰოჯესი საკმაოდ მკაფიოდ ამბობს. ეს დინამიკა ნაწილობრივ შეიცვალა იმის გამო, რომ უკრაინამ რუსეთს უზარმაზარი დანაკარგები მიაყენა. დანაკარგები ახლა პირველად აჭარბებს იმას, რასაც რუსეთი არმიაში ახალი ძალების მოყვანით ანაზღაურებს. მონაცემებიც ამტკიცებს ამას და ოფიციალური რიცხვები საკმაოდ მძიმე წასაკითხია კრემლისთვის. გავრცელებული ინფორმაციით 352,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინასთან ომში მისი დაწყებიდან 2025 წლის ბოლომდე. ეს ციფრი გამოაცხადეს გადასახლებულმა რუსულმა მედია საშუალებებმა მედუზამ და მედიაზონამ. 2026 წლის 9 მაისს, რაც ასევე არის რუსეთის ყოველწლიური სამხედრო აღლუმის თარიღი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას ეძღვნება. ქვეყნის დანაკარგების დასათვლელად მედიაზონა თანამშრომლობდა BBC-ს რუსულ სამსახურთან, რათა შეედგინათ დადასტურებული ჯარისკაცების დაღუპვის ვრცელი მონაცემთა ბაზა, რისთვისაც გამოიყენეს სხვადასხვა წყაროები, მათ შორის სოციალური მედიის პოსტები და ოფიციალური მემკვიდრეობის ჩანაწერები. ამ მონაცემთა ბაზაში შედის დაახლოებით 218,000 დადასტურებული რუსი ჯარისკაცის სახელი, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ. იმისთვის, რომ მიეღოთ 352,000 შეფასება, მედიაზონამ და მედუზამ შემდეგ სამკვიდრო ჩანაწერებში ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფებისთვის დაფიქსირებული მამაკაცთა ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეისწავლეს. მათი შეფასება ზუსტია, რადგან ომს აშუქებენ სხვა ორგანიზაციებიც, რომლებმაც მსგავსი მონაცემები მიიღეს. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების წლევების ცენტრმა, რომელიც ვაშინგტონში მდებარე ანალიტიკური ცენტრია, იანვარში განაცხადა, რომ სავარაუდოდ 2025 წლის ბოლოსთვის ომში დაახლოებით 325,000 რუსი და 140,000 უკრაინელი ჯარისკაცი იქნება დაღუპული. ეს მონაცემები არ მოიცავს 2026 წელს დაფიქსირებულ დანაკარგებს, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით ფრონტის ხაზზე 10,000-ობით რუსი დაიღუპა და კიდევ უამრავი ადამიანი დაიჭრა. ასევე ეს შეფასებები არ მოიცავს უცხოელი მებრძოლებისა და რუსეთის მხარეს მებრძოლი ჯარისკაცების დაღუპვას, რომლებიც სხვადასხვა მილიციებში მსახურობენ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე. ამიტომ დიდი ალბათობით კრემლის დანაკარგები მნიშვნელოვნად უფრო დიდია.
ეს შეიძლება ხსნიდეს, რატომ ცდილობს რუსეთი ასე ძლიერად დამალოს ინფორმაცია თავისი დანაკარგების შესახებ. ზოგჯერ საჯარო ჩანაწერებიდანაც კი შლის მონაცემებს, ან სამხედრო სასაფლაოების სატელიტურ ფოტოებს აბუნდოვნებს. იმისთვის, რომ რუსულმა კვლევითმა ჯგუფებმა და ფართო საზოგადოებამ ვერ გაიგონ ქვეყნის დანაკარგების მასშტაბი, მაგრამ კრემლი ვერ შეძლებს სიმართლის სამუდამოდ დამალვას. მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობს დაბლოკოს აპლიკაციები, აკრძალოს VPN-ები და რუსი საზოგადოება გარესამყაროს მოწყვიტოს, უამრავი მედია რეპორტაჟი მაინც ამხელს სიმართლეს. რუსეთს უკრაინაზე ბევრად მეტი დანაკარგი აქვს და კვლავ აგზავნის თავის ჯარს ფრონტის ხაზზაის ხაზზე. იმ იმედით, რომ ძალადობრივი ტაქტიკით საბოლოოდ გაიკვალავს გზას გამარჯვებისკენ. წლების განმავლობაში მას ეს შერჩებოდა, თუმცა ახლა, როგორც ოჯესი აღნიშნავს, რუსეთის ცოცხალი ძალის რესურსები იწურება. 2026 წლის მაისში მონაცემებმა აჩვენა, რომ კრემლის ძალებმა 5 თვის განმავლობაში ზედიზედ უფრო მეტი ადამიანი დაკარგეს, ვიდრე შეძლეს ახალი ჯარისკაცების მოზიდვა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა შეაფასეს, რომ რუსეთმა 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის აპრილამდე დაახლოებით 148,400 ადამიანი მოიზიდა. იმავე პერიოდში რუსეთმა 156,735 დადასტურებული დანაკარგი განიცადა, ხოლო მარტსა და აპრილში თითოეულ თვეში დაახლოებით 34,000 ადამიანი დაკარგა. რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი, მით უფრო გაუარესდება მდგომარეობა, რადგან რუსეთი ვეღარ გადარჩება იმ დოქტრინით, რომ უბრალოდ ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცივით ექცევა და უსასრულო ახალწვეულების მარაგზეა დამოკიდებული, რომლებიც მათ ადგილს დაიკავებენ. მისი არმია ვეღარ იზრდება და ვერც იმავე ზომაზე რჩება. ის ნელ-ნელა მცირდება ყოველ გასულ თვესთან ერთად. რაც უფრო მცირდება, მით უფრო სუსტდება და მით უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა უკრაინას. კიევის სარდლები უკვე ზრდიან მოლოდინებს და კიდევ უფრო მაღალ მიზნებს ისახავენ. იმ იმედით, რომ 2026 წლის ბოლოსთვის ყოველ თვეში 50,000-დე რუსი ჯარისკაცის განადგურებას შეძლებენ. თუ ისინი ამ მიზანსაც კი მიუახლოვდებიან, ეს უკვე უზარმაზარი გამარჯვება იქნება, რადგან რუსეთი უკვე ვერ ახერხებს თვეში დაახლოებით 30-35,000 ჯარისკაცის დანაკარგის ანაზღაურებას. ამიტომ მისთვის სრულიად შეუძლებელი იქნებოდა 40,000-ან მეტი დანაკარგის გადატანა. მართლა ქვეყანამ როგორც ჩანს, სულ უფრო სასოწარკვეთილ ზომებს მიმართა რეკრუტირების გასაძლიერებლად, შანტაჟიდან დაწყებული პროპაგანდითა და შეცდომაში შემყვანი მარკეტინგული კამპანიებით დამთავრებული, რომლებიც სტუდენტებს დრონების ოპერატორებად ჩაწერაში არწმუნებენ, სანამ მათ ფრონტის ხაზზე სასიკვდილო ზონებში გაგზავნიან. მაგრამ ეს არ მუშაობს. ციფრები იმ მიმართულებით არ მიდის, როგორც კრემლს სურს. დანაკარგები იზრდება, ხოლო რეკრუტირება სტაგნაციას განიცდის, რაც ასევე კიდევ უფრო ცუდ შედეგებს იწვევს ბრძოლის ველზე. ეს კი ჰოჯესის მეორე მიზეზამდე მივიყვას. რატომ ეცემა რუსეთი და რატომ ძლიერდება უკრაინა? რუსულ ძალებს უკვე თვეებია არ აქვთ რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი ადგილზე. დანაკარგებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი სამხედრო კამპანიის წარმატების შესაფასებლად, განსაკუთრებით ინვაზიის ან სხვა ქვეყნის დაპყრობის მცდობის მცდელობისას არის ტერიტორია. თუ დამპყრობელი ძალა ყოველდღიურად, ყოველ კვირასა და თვეში მნიშვნელოვან ტერიტორიას იპყრობს, ეს წარმატებას ნიშნავს. თუ დამცველი ძალა შეძლებს პოზიციების შენარჩუნებას და მტრის წინსვლის შენელებას, ან თუნდაც დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებით მათი გაუქმებას, ეს როგორც წესი მიუთითებს, რომ დამპყრობლები მათ ხდებიან. როგორც ჰოჯესი და პრესელი აღნიშნავენ ინტერვიუში, რუსული წინსვლა 2025 წლის განმავლობაში ბევრ რეგიონში შენელდა და 2026 წლის დასაწყისში თითქმის სრული თქმის სრულად შეჩერდა. მართლა წლის რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთმა ფაქტობრივად ტერიტორიული დანაკარგები განიცადა, რადგან უკრაინამ შეძლო უფრო მეტი ტერიტორიის დაბრუნება ვიდრე დაკარგა. ჰოჯესი აღნიშნავს, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის მიერ დრონების მასშტაბური განვითარებაა. ასევე მისი უნარი იპოვოს ნებისმიერი რუსი, რომელსაც არ გაუმართლა და ღია სივრცეში აღმოჩნდა. ის ხსნის, თუ როგორ შექმნა უკრაინამ ეფექტურად განადგურების ზონები ფრონტის ხაზის გასწვრივ, ტერიტორიები, სადაც რუსი ჯარისკაცები სრულიად უძლურები არიან შეღწევაში და სადაც კრემლის სარდლებს არ შეუძლიათ საკმარისი ძალების თავმოყრა, რომ მიაღწიონ მათთვის საჭირო წარმატებებს. ამის ნაცვლად მათი მცირე შეტევითი ჯგუფები უბრალოდ ისევ და ისევ მთლიანად განადგურდება. კრემლი გავრცელებული ინფორმაციით სხვადასხვა ტაქტიკას განიხილავს ამ პრობლემის გადასალახად, მაგალითად კიდევ უფრო მცირე ჯგუფების გაგზავნას უკრაინულ პოზიციებში შეღწევისთვის. მაგრამ ჰოჯესი ეჭობს, რომ ეს საკმარისი იქნება ომზე რაიმე სერიოზული გავლენის მოსახდენად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას დაუმატებთ კიდევ სამ მიზეზს, რომელსაც ის ასახელებს ომში ვითარების ცვლილებისთვის. ახლა სანამ ამ დარჩენილ მიზეზებზე გადავიდოდეთ, სწორედ ამიტომ ვქნით სამხედრო შოუს, რომ ავხსნათ, როგორ მოქმედებს რეალურად ძალა. ასე რომ თუ აქ ახალი ხართ, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი. გენერალ-ლეიტენანტი ჰოჯესიც უკრაინის სტრატეგიულ დაზვერვაზე მიუთითებს, როგორც ომის მიმდინარეობის შეცვლის კიდევ ერთ დიდ ფაქტორზე.
მეორე მიზეზი, რის გამოც ინიციატივა შეიცვალა, ისაა, რომ ჩანს უკრაინამ შეიმუშავა გამარჯვების თეორია, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტის შესაძლებლობის განადგურებით მიიღწევა. ახლა მათ აქვთ საკმარისი სიზუსტის შორმანძილზე მოქმედი იარაღი, რომელსაც შეუძლია 1000 კილომეტრზე უფრო შორს რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმა. როგორც ოჯესმა განმარტა, თითქმის ვერც ერთი კვირა აღარ გადის ისე, რომ არ გავრცელდეს ინფორმაცია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ან სხვა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აფეთქებისა და დაწვის შესახებ, რასაც უკრაინული დრონები და რაკეტები ახორციელებენ. და ეს ყველაფერი უკავშირდება ხანგრძლივ სტრატეგიას, რომელსაც კიევი უკვე რამდენიმე წელია მისდევს. მაგრამ რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა 2025 წელს და გაგრძელდა 2026 წელსაც, როდესაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, მილსადენებზე, გადამამუშავებელ საწარმოებზე, ტერმინალებსა და სხვა კრიტიკულ ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ თავდასხმების ლოგიკა მარტივია. რუსეთი მილიარდობით დოლარს დებს ამ ომში და სწორედ ნავთობის ინდუსტრიაზე აქვს დაფუძნებული ამ თანხების მოპოვება. ნავთობი რუსეთის ეკონომიკის საყრდენია. სწორედ ამის გამო შეძლო პუტინმა ომის ასე დიდხანს გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის დიდი ნაწილის სანქციების ქვეშაა, კრემლი მაინც აგრძელებს ნავთობისა და გაზის უზარმაზარი რაოდენობით გაყიდვას სხვა ქვეყნებში, მაგალითად ინდოეთსა და ჩინეთში, რაც მილიარდობით დოლარს შემოაქვს და ამ თანხებით აფინანსებს თავის წვირადღირებულ შესყიდვებს, წარმოებასა და რეკრუტირების კამპანიებს. ამიტომ ამ ომის დასრულების გასაღები არ არის ყველა რუსი ჯარისკაცის მოკლა ან ყველა რუსული ტანკის აფეთქება. საჭიროა დარტყმა მივაყენოთ წყაროს და შევწყვეტოთ ის მუდმივი ფულის ნაკადი, რომელიც მოსკოვის ხაზინაში მიედინება. ამისთვის უკრაინამ უბრალოდ უნდა იპოვოს და გაანადგუროს მტრის ნავთობის ინფრასტრუქტურის მთავარი ობიექტები. ომის ადრეულ ეტაპებზე მას ამის საშუალება აუცილებლად არ ჰქონდა და უფრო მეტად საკუთარი ტერიტორიის დაცვითა და რუსული შეტევების მოგერიებით იყო დაკავებული. ახლა კი უკრაინას აქვს უკეთესი დრონები, უფრო ძლიერი რაკეტები, ეტი დაზვერვა და უფრო ძლიერი შეიარაღება ვიდრე ოდესმე. მას შეუძლია ზუსტად განსაზღვროს რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სასიკვდილო სიზუსტით დაარტყას მათ. ამ თავდასხმების შედეგები კი გროვდება. ყოველი საწვავის ავზი, რომელიც ცეცხლში გაეხვევა, კიევისთვის გამარჯვებას და მოსკოვისთვის დანაკარგს ნიშნავს. ყოველი ხანძარი, ყოველი აფეთქება, ყოველი გაჩერება მნიშვნელოვანია კონფლიქტის საერთო სურათში, რადგან რაც უფრო ნაკლები ფული ექნება რუსეთს, მით უფრო გაუჭირდება ამ ომის გაგრძელება. როგორც ოჯესი ამბობს, თუ უკრაინელები შეძლებენ ამის გაგრძელებას, რუსეთს მართლაც გაუჭირდება ამ ომის დაფინანსება მომავალში. და სანამ რუსეთი ღარიბდება, უკრაინამ დიდრდება, რაც მიგვიყვანს მეოთხე მნიშვნელოვან პუნქტთან, რომელსაც ბენ ჰოჯესი უსვამს ხაზს. ეს არის უზარმაზარი ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც კიევი იღებს დასავლელი მოკავშირეებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ჰოჯესი თulis, რომ შეერთებული შტატები არ იქნება უკრაინის პრობლემის გადაწყვეტის ნაწილი, მას იმედს აძლევს ის ფაქტი, რომ ევროპა თავის წილს აკეთებს. ევროპის დანარჩენი ნაწილი იღვიძებს და აცნობიერებს, რომ მათ უფრო მეტად სჭირდებათ უკრაინა, ვიდრე უკრაინას ისინი, და რომ რუსეთისგან დანარჩენი ევროპის დასაცავად საუკეთესო გზა არის უკრაინის დახმარება, რათა მან დაამარცხოს რუსეთი. ის აგზელებს და ამბობს, რომ ამ მხრივ გერმანია ლიდერობს, თუმცა სხვა ქვეყნებიც აქტიურად ერთვებიან და მაქსიმალურად ეხმარებიან უკრაინას. ჰოჯესი აღნიშნავს უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოლიტიკური დამარცხებას. კაცი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პუტინის კაცად მიიჩნეოდა ნატოსა და ევროკავშირში, ყოველთვის ერეოდა, აფერხებდა და აყონებდა ევროპის მცდელობებს უკრაინის დასახმარებლად, როგორც შეეძლო. მაგალითად, სწორედ ორბანს გამო დასჭირდა რამდენიმე თვე, სანამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ცესხი საბოლოოდ დამტკიცდებოდა. ახლა კი როცა ორბანი აღარ არის და მის ადგილს ბევრად უფრო პროევროპული პრემიერ-მინისტრი იკავებს, ეს ფული საბოლოოდ თავისუფლად მიედინება უკრაინაში და ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიას ძალიან საჭირო სტიმულს აძლევს. როდესაც ის ცდილობს გამოიყენოს თავისი უპირატესობები, ისარგებლოს რუსეთის სისუსტეებით და მოემზადოს მომდევნო ზაფხულის შეტევისთვის, რომელსაც მოსკოვი ამზადებს მის წინააღმდეგ. ჰოჯესი აღნიშნავს, რომ ევროპული ქვეყნები ამას მხოლოდ ქველმოქმედების გამო არ აკეთებენ, არამედ ევროპელების საკეთილდღეოდ და იმისთვის, რომ ევროპა როგორც ჩვენ ვიცნობთ, არსებობდეს. როგორც ის ამბობს, თქვენი არჩევანია. უკრაინა დაეცემა, შემდეგ რუსები თქვენს კართან იქნებიან, ან თქვენ დაეხმარებით უკრაინას ფინანსურად, მატერიალურად და დაეხმარებით რუსული ნავთობის გადამზიდავი Shadow Fleet-ის გემების შეჩერებაში. ყველა ამ საკითხში. ეს არის ის, რაც ევროპამ უნდა აკეთოს და ეს მათი საკუთარი კეთილდღეობისთვისაა. ვფიქრობ, თუ ასე მოხდება, რუსეთს ამ ომის გაგრძელება სულ უფრო გაუჭირდება. დაბლოს, შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური საუბრობს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გამოჩენილ განვითარებაზე, როგორც ამ პაზლის ბოლო მნიშვნელოვან ნაწილზე. ფიქრობ, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაიზარდა და ახლა მათ შეუძლიათ იმაზე მეტი აწარმოონ, რაც სჭირდებათ, ვიდრე ადრე შეეძლოთ.
ის აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ მაგალითად დღეს ნაკლები ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ უკრაინას артილერია ან საბრძოლო მასალა ეწურება, რადგან ახლა მათ შეუძლიათ საჭირო საბრძოლო მასალის დიდი ნაწილი საკუთარ ქვეყანაში აწარმოონ. ასევე შეძლეს რამდენიმე ინოვაციური პროექტის განხორციელება. მაგალითად, ბევრჯერ განხილული Flamingo და Long Neptune-ის რაკეტები, ასევე ათობით ახალი საბრძოლო დრონი, რომლებიც ფრონტის ხაზზე იგზავნება. ეს ყველაფერი ასობით ახალ თავდაცვით კომპანიას უნდა უმადლოდეთ, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მასშტაბით გაჩნდა. ეჯგვარებია, რომ დღეს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია შორს უსწრებს იმას, რაც სულ რამდენიმე წლის წინ იყო. მართლა, 2022 წელს უკრაინა სამხედრო განვითარების და წარმოების თვალსაზრისით რუკაზე თითქმის შეუმჩნეველი იყო. ახლა კი იგი ერთ-ერთ წამყვან სამხედრო ძალად ითვლება მსოფლიოში. სხვა ქვეყნები კი პირდაპირ რიგში დგანან, რომ უკრაინული დრონები და თავდაცვის სისტემები შეუკვეთონ და ქვეყნის კონტრაქტორებში დააბანდონ ფული. მაშინაც კი, როცა უკრაინას ისეთი გამოწვევები ჰქონდა, როგორიცაა ცოცხალი ძალის დეფიციტი ან დასავლელი მოკავშირეებისგან მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის სისტემების შეზღუდული მიწოდება, მისმა თავდაცვის ინდუსტრიამ შესაბამისი ადაპტაცია მოახდინა, ხოლო მისმა მეთაურებმა ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებები გამოავლინეს და დანერგეს. ქვეყნის სამხედრო ძალა სულ უფრო მეტად ეყრდნობა დრონებს, მაგალითად. ახლა ის იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს ფრონტის ხაზის პოზიციების დასაცავად, რუსული შეტევითი ჯგუფების გასანადგურებლად და საკუთარი დანაკარგების შესამცირებლად, თუნდაც ყველაზე მძაფრი ბრძოლების ადგილებში. მომავალში ჰოჯესი წარმოიდგენს ჰიპოთეტურ სცენარს, სადაც უკრაინა შეძლებს გააფართოოს და განავითაროს თავისი სამხედრო შესაძლებლობები, შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დაეყრდნოს ხელოვნურ ინტელექტს. შექმნას მთელი ბატალიონები, რომლებიც დაცული იქნებიან დრონების ჯგუფებით, რაც მათ საშუალებას მისცემს დაიძრან რუსული პოზიციებისკენ და დაიბრუნონ კიდევ უფრო მეტი დაკარგული ტერიტორია. ეს ჯერჯერობით მხოლოდ თეორიულია. მაგრამ ამ დროისთვის რუსეთი ნამდვილად განიცდის რეალურ შედეგებს ყველა იმ საკითხისგან, რომელიც ჰოჯესმა წამოჭრა, დაწყებული მზადმი მსხვერპლით და დამთავრებული ნავთობის ინფრასტრუქტურის დაცვით. ამ მრავალფეროვანი, მაგრამ თანაბრად მნიშვნელოვანი ფაქტორების მარტივი და გარდაუვალი შედეგია ის, რომ რუსეთი კარგავს იმპულსს და აგებს ამ ომს. პუტინი ვეღარ გაექცევა ამ ფაქტს, რადგან უკვე მისი ყველაზე ერთგული მხარდამჭერებიც კი იცხებენ მის წინააღმდეგ შემოტრიალებას. როგორც ჰოჯესი აღნიშნავს, თქვენ უკვე უფრო და უფრო მეტ რუსს ხედავთ. იქნება ეს სამხედრო ბლოგერები, თუ ადამიანები YouTube-ზე ან სხვაგან, რომლებიც ღიად ჩივიან ომზე, პუტინზე და ასე შემდეგ. ასე რომ საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ მისი საომარი მანქანა უკვე ძლივს მუშაობს, რომ მისი რეკრუტირების კამპანიები მარცხს განიცდის და რომ მისი ტაქტიკა არაეფექტური არ მოჩნდა. მაგრამ ეხლა პუტინი რეალურად დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ რუსის საზოგადოება სრულად მიუბრუნდება მას ზურგს. რადგან უფრო მეტმა მათგანმა საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნო ამ ომის შედეგები. და ეს იმ კაცისთვის, რომელიც სურს თავი თანამედროვე პეტრედიდად წარმოაჩინოს, შეიძლება ძალიან მძიმე აღმოჩნდეს. ეს შეიძლება ხსნიდეს იმასაც, თუ რატომ განაცხადა პუტინმა თავის ბოლო მიმართვაში ერთსთან ღიად, რომ ომი შესაძლოა ბოლოს და ბოლოს დასრულებისკენ მიდის. შეიძლება მართალია, მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნება ის დიდებული დასასრული, როგორცაც ის წარმოიდგენდა, როცა ეს ყველაფერი 2022 წლის თებერვალში დაიწყო. რუსეთის დამანგრეველი გამარჯვების აღნიშვნის ნაცვლად პუტინი შეიძლება აცნობიერებდეს, რომ მას თითქმის აღარ დარჩა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ თეთრი დროშა აფრიალოს და ბოლოს და ბოლოს თავისი კარიერის ყველაზე ცუდად ცუდი გადაწყვეტილების შედეგებს შეეჯახოს. აფრიკაში, როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც, რუსეთი ძირითადად დამარცხებულია. ეს იყო ფრანგის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს სიტყვები აფრიკა ფორვარდის სამიტზე 2026 წელს. და ამ სიტყვებმა რუსეთის კოლექტიურ გულში დანასავით ჩაარტყეს. რატომ? იმიტომ რომ ბარო მართალია. რუსეთის უკანასკნელი მოკავშირეები მსოფლიოში სწრაფად იქცევიან პუტინის ყველაზე დიდ პრობლემად. ზეგავლენა იკლებს. პუტინს ზურგს აქცევენ. თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ რუსეთი გლობალური ზესახელმწიფოა, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. დაცემა რეალურია და აფრიკა აჩვენებს, რამდენად დაეცა რუსეთი. ბარონ თავისი კომენტარები Le Monde-ს მისცა Africa Forward Summit 2026-ის შემდეგ. ეს სამიტი თავისთავად წარმოადგენს მტკიცებულებას იმისა, რასაც ბარო რუსეთის კლებად გავლენას აფრიკაში უწოდებს. ის ერთობლივად უმასპინძლეს საფრანგეთმა და კენიამ კენიის დედაქალაქ ნაირობიში და 2 დღეს გაგრძელდა 11 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით. დაახლოებით 30 სახელმწიფოსა და მთავრობის ლიდერი დაესწრო სამიტს, ასევე რამდენიმე 1000 ბიზნეს ლიდერი. და საბოლოოდ სამიტის შედეგად საფრანგეთმა სხვადასხვა პროექტში ინვესტიციის სახით 14 მილიარდი ევროს, ანუ დაახლოებით 16.2 მილიარდი დოლარის გამოყოფას დაპირდა. ეს ინვესტიცია ხაზს უსვამს მთავარ განსხვავებას საფრანგეთის მიდგომას აფრიკის მიმართ და ვლადიმერ პუტინის მცდელობას გააძლიეროს რუსეთის გავლენა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით დავბრუნდებით. ამ სამიტმა აჩვენა, რომ ის დაძაბულობა, რომელიც საფრანგეთსა და აფრიკის ბევრ საჰელის ქვეყანას, ასევე კონტინენტის ზოგ ფრანგულენოვან ქვეყანას შორის არსებობდა, ნელ-ნელა იძლებს განელებას. ბარო თავად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ კოტ-დივუარიდან სამიტს ხალხი დაესწრო, რაც ურთიერთობების დათბობაზე მიუთითებს.
თუმცა იმისათვის, რომ აუხსნათ, რატო არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით რუსეთისთვის, ჯერ უნდა განვიხილოთ, რას ცდილობდა პუტინი აფრიკაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რუსეთის მიზანი იყო აფრიკაში გამარჯვება საფრანგეთისა და დანარჩენი ევროპის ხარჯზე. ეხლა ეს გეგმები იშლება. არაფრით წარმოიდგენდა პუტინი, რომ რუსეთი კონტინენტზე გავლენის კამპანიის დაწყებისას ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ეს კამპანია დაიწყო აფრიკის საჰელის რეგიონში, რომელიც მოიცავს კონტინენტის დასავლეთ და ჩრდილოეთ ცენტრალურ ნაწილებს და დაახლოებით სენეგალიდან სუდანამდე ვრცელდება. რუსეთი ამ რეგიონში პუტინის უფრო ფართო მცდელობის ფონზე შევიდა, რომლის მიზანიც იყო რუსეთისთვის იმ გლობალური გავლენის დაბრუნება, როგორიც მას საბჭოთა კავშირის დიდების წლებში ჰქონდა. 2014-დან 2019 წლამდე ჩვენ ხედავდით, როგორ აჩქარდა ეს მცდელობები. ყირიმის უკანონო ანექსიამ პუტინს საშუალება მისცა ეთქვა თითქოს ის რუსულ ტერიტორიას სამშობლოს უბრუნებდა. რუსეთის კამპანიებმა სირიაში, ლიბიაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ყველამ დაეხმარა რუსეთს. შეექმნა ის, რასაც პუტინი ალბათ თოჯინებისა და პროქსების ქსელად მიიჩნევდა, რომელსაც მომავალში რუსეთი სასარგებლოდ გამოიყენებდა. სტრატეგია თითქმის ყოველთვის ერთნაირი იყო. პუტინი ამოიცნობდა აფრიკის რომელიმე ქვეყანას, რომელიც გარკვეულ არასტაბილურობას განიცდიდა და რუსეთის მხსნელად მოევლინებოდა, რათა სტაბილურობა შეეთავაზებინა უსაფრთხოების და იარაღის სახით. საჰელი პუტინის კამპანიისთვის იდეალური მსხვერპლი იყო. 2010-იანი წლების ბოლოსთვის მთელი რეგიონი ჩართული იყო პრობლემებში, რომლებიც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ სტრუქტურათა დაშლასთან და ფართო უსაფრთხოების გამოწვევებთან. კორუფცია მრავალი საჰელის ქვეყნისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ხოლო ძალადობა იზრდებოდა. მალის, ნიგერისა და ბურკინა ფასოს სამხედრო ხუნტებმა ხელისუფლება 2020-დან 2023 წლამდე პერიოდში ჩაიგდეს ხელში. მალიაში პუტინმა შესაძლებლობა დაინახა, როდესაც რუსი დაქირავებულები და მოგვიანებით სპეციალური რუსული ძალა შესთავაზა ხელისუფლებაში მოსული ხუნტის დასაცავად. ეს იყო მოდელი, იპოვო ვინმე, დაუჭირო მხარი და გავლენა გაზარდო ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების შეთავაზებით. მალი დაიმახსოვრეთ სხვათა შორის. ეს ქვეყანა ალბათ უფრო მეტად ვიდრე სხვა რომელიმე აჩვენებს იმ რეალურ პრობლემას, რომელსაც რუსეთი ახლა აფრიკაში აწყდება. პუტინის სტრატეგია გარკვეული დროით მუშაობდა და როცა რუსეთის ლიდერმა უკრაინაში შეიჭრა, მან გავლენის კამპანია გააძლიერა. პუტინს მაშინ არ ესმოდა, რომ ეს შეჭრა საბოლოოდ გახდებოდა ის ჯოხი, რომელმაც რუსეთს ზურგი გადაუტეხა. პირველი 2 წლის განმავლობაში ვერავინ ხედავდა რუსეთის მარცხს. 2023 წელს BBC-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ აფრიკაში მასშტაბური დეზინფორმაციის კამპანია მიმდინარეობდა. დიდ სოციალურ ქსელზე დაფუძნებული, რომელსაც არაოფიციალურად რუსო სფერო ეწოდებოდა. ეს კამპანია ავრცელებდა ყველა იმ გზავნილს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი მიიჩნევდა ევროპული გავლენის შესასუსტებლად აფრიკაში და ამავე დროს აძლიერებდა რუსეთის გავლენას იმ ფლენას იმ ქვეყნებზე, სადაც მისი გავლენა უკვე გავრცელებული იყო. საფრანგეთი დაადანაშაულეს თანამედროვე კოლონიზმში, რაც აძლიერებდა იმ ტიპის დაძაბულობას საფრანგეთსა და საჰელის ქვეყნებს შორის, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ. უკრაინელები გამოაცხადეს ნაცისტებად და სატანისტებად, რადგან რუსეთი ცდილობდა ვლადიმერ პუტინის შეჭრისთვის მხარდაჭერის შექმნას, რაც მოგვიანებით აფრიკელი მუშახელის ექსპლუატაციაში გამოიხატა. დაქირავებული სამხედრო ჯგუფები, როგორიცაა ვაგნერი, განსაკუთრებით მალიში, დაიწყეს თავიანთი გავლენის დამკვიდრება. და ეს ყველაფერი ეფუძნებოდა იმას, რომ რუსეთი ცდილობდა თავი წარმოეჩინა როგორც უსაფრთხოების მთავარი პარტნიორი იმ აფრიკული ქვეყნებისათვის, რომელთა მოზიდვაც სურდა. 2024 წლის ივნისში გამოცემა Independent-მა კი განიხილა, რატომ ირჩევდნენ ამდენი ქვეყანა რუსეთს დასავლეთის ნაცვლად. სტატიაში აღნიშნული იყო რუსი პოლიტიკოსების ხშირი ვიზიტები, ვაგნერის მსგავსი დაჯგუფებების გამოყენება და რუსეთის აფრიკული კორპუსის შექმნა. ყველაფერი ეს მიზნად ისახავდა აფრიკული ქვეყნებისათვის გზავნილის გაგზავნას. დასავლეთს არ აინტერესებთ თქვენი ბედი. მაგრამ რუსეთი მოგაწვით უსაფრთხოებას, ჯარისკაცებს და პირდაპირ კავშირს რუსეთის პოლიტიკის ყველაზე ძლიერ პირებთან. რუსეთი ასევე ჭკვიანურად იქცეოდა იმით, რომ ზედმეტად არ ერეოდა იმ ქვეყნების საშინაო საქმეებში, რომლებსაც თავის მხარეს იზიდავდა. სადაც აშშ-ში და სხვა დასავლური ქვეყნები დემოკრატიას ავრცელებდნენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც დიქტატორების ან ხუნტების გავლენის ქვეშ ექცეოდნენ, რუსეთი გარეგნულად არ ერეოდა. რა თქმა უნდა, რუსეთი მაინც ახდენდა ამ ქვეყნების გავლენას, მაგრამ ამას კულისებს მიღმა აკეთებდა. ისე რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს რუსეთი უბრალოდ აფრიკულ ქვეყნებს უჭერდა მხარს, რომელთაგან ბევრი შემთხვევით მდიდარი იყო ნავთობით, მინერალებითა და სხვა რესურსებით და მათ ნებისმიერ გზაზე აძლევდა თავისუფლებას, რომელიც თავად აირჩიეს. პუტინი იყო კეთილგანწყობილი ლიდერი, დასავლეთი კი ცვლილებების ძალით მოტანას ცდილობდა. თუ რუსეთს გახვებოდი, შენი უსაფრთხოება და თვითმმართველობის უნარი გარანტირებული იქნებოდა. შესაძლოა გზავნილი სწორად იყო შერჩეული, მაგრამ პრობლემა, რომელიც პუტინმა ვერასდროს წარმოიდგინა, სწორედ ის გახდა მიზეზი, რის გამოც რუსეთი ახლა ამ წარუმატებლობის წინაშე დგას. უსაფრთხოების დაპირებებს მხოლოდ იმდენი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც შეძლებ მათ შესრულებას. სწორედ ეს და კიდევ რამდენიმე სხვა ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ რუსეთის უკანასკნელი მოკავშირეებიც კი პუტინს ზურგს აქცევენ. ეს ყველაფერი ცვლის რუსეთის გეოპოლიტიკურ გავლენას. მაგრამ სანამ უფრო ღრმად შევალთ, სწორედ ამიტომ ვქმნით The Military Shows, რომ აგიხსნათ, როგორ მოქმედებს რეალურად ძალაუფლება. თუ პირველად ხართ აქ, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები. ასე რომ პუტინმა წლები დახარჯა რუსეთის გავლენის გასაძლიერებლად აფრიკაში. ახლა ეს ყველაფერი ინგრევა და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
პირველი მიზეზი არის ინვესტიციები აფრიკის კონტინენტში. ინტერვიუში Le Monde-თან ბაროუ ამ ხელს პუტინის გეგმის მთავარ სისუსტეს. რუსეთი არ ხარჯავს იმდეს, რამდენიც საჭიროა ნამდვილი გავლენის მოსაპოვებლად. ჩვენ ხშირად ზედაპირულ საკითხებზე ვკონცენტრირდებით, მაგრამ რეალობა ნათელია, განაცხადა ბაროუმ და დაამატა. ვაჭრობის, ინვესტიციებისა და აფრიკელი სტუდენტების ჩვენს უნივერსიტეტებში მიღების თვალსაზრისით. საფრანგეთისა და ევროპის წვრილი აფრიკის განვითარებაში 10-ჯერ, 50-ჯერ, 100-ჯერაც კი მეტია, ვიდრე ისეთი ქვეყნების როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი ან აშშ. ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭო ამ განცხადებას მხარს უჭერს და ავითარებს 2024 წლის ოქტომბრის სტატიაში. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ვაჭრობა აფრიკის ქვეყნებთან 2023 წლამდე 10 წლის განმავლობაში გაორმაგდა და 2023 წელს 24.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუმცა ეს მაინც შორს იყო ევროკავშირთან ვაჭრობის მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 288 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი ვაჭრობის ფრივაც ბევრად უსწრებდნენ რუსეთს და დღემდე ასეა. იმ დროს რუსეთის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აფრიკის საერთო მოცულობის მხოლოდ 1% შეადგენდა. და ის არ უზრუნველყოფდა იმ მასშტაბის დაფინანსებას, რაც საჭირო იყო ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც რეალურ ცვლილებებს მოიტანდა. მაგალითად, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება ან სამთო პროექტების შექმნა, რაც აფრიკის ქვეყნებს საშუალებას მისცემდა სარგებელი მიეღოთ თავიანთი რესურსებით მდიდარი მიწისგან. ეს ფინანსური პრობლემები ზედაპირის ქვეშ ფარულად ხვივდებოდა. მაგრამ ის ბზარები, რომლებიც გამოჩნდა, ყველა დაფარული იყო რუსეთის უსაფრთხოების დაპირებებით. ანტიდასალური განწყობა, რომელიც ვლადიმერ პუტინმა წარმატებით გაავრცელა ბევრ ქვეყანაში, მუშაობდა მანამ, სანამ რუსეთს არ მოუწია ამ დაპირებების შესრულება. სპოილერის გაფრთხილება. რუსეთს მოუწია თავისი დაპირებების შესრულება და ის კატასტროფულად ჩავარდა. ადრე გთხოვეთ მალის გახსენება. ამის მიზეზი იყო. ბოლო მოვლენებმა მალიში გამოავლინა, რომ რუსეთის დაპირებები სრულიად სრულ იყო. პუტინის ძალები ქვეყანაში უნდა დახმარებოდნენ მალის ხუნტას მოსახლეობაზე კონტროლის შენარჩუნებაში. მაგრამ როდესაც გამოცდა დადგა, ისინი ისეთ ცუდად ჩავარდნენ, რომ სეპარატისტებსა და ამბოხებულებს მალის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი წინსვლისთვის მიაღწიათ. აპრილის ბოლოსკენ მალის აზავადის გათავისუფლების ფრონტმა, რომელიც არის მილიცია, რომელიც ჩრდილოეთ მალის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის ცენტრალური ხუნტისგან, დაიწყო შეტევა ქალაქ კიდალზე, რომელიც არის მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტი. ამ ქალაქში მდებარეობდა რუსეთის აფრიკის კორპუსის რამდენიმე დანაყოფი, რომლებიც სპეციალურად იქნა განთავსებული იმისთვის, რომ ასეთი შეტევა შეეჩერებინათ, მათ ვერ შეძლეს ამის გაკეთება. აფრიკის კორპუსი ალყაში მოექცა კიდალში და საბოლოოდ მოლაპარაკების გზით გაიყვანეს იქიდან. The Hill იუწყება, რომ ეს გასვლა როგორც ჩანს გავრცელდა მალის ჩრდილოეთის უმეტეს ნაწილზე, ანუ იმ ტერიტორიის დაახლოებით ნახევარზე, რომლის დაცვაც აფრიკის კორპუსს ევალებოდა. ეს თავისთავად საკმარისად დამამცირებელი იქნებოდა რუსეთის დამცველებისთვის. მაგრამ კიდევ უფრო უარესი იყო ის, რომ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს როგორ ტოვებს რუსული კოლონა კიდალს, რაც შეიძლება სწრაფად, რაც კიდევ უფრო გამოკვეთს რუსეთის მარცხს. შემდგომში გაირკვა, რომ აფრიკის კორპუსი იმდენად სწრაფად გაიყვანეს, რომ აღჭურვილობობა დატოვეს, მათ შორის ნაღმებისგან დაცული მანქანები, რომლებიც ახლა აჯანყებულების ხელშია, რომლებსაც ალ-ქაიდას მხარდაჭერა აქვთ. ასეთი თავდასხმები ანგრევს იმ ნარატივს, თითქოს რუსეთი უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ესეთმა მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი აჯანყებები ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბურკინა ფასო და ნიგერი, სადაც აფრიკის კორპუსს, რომელმაც ახლახან დაამტკიცა, რომ უსარგებლოა იმ ერთადერთ საქმეში, რაც უნდა ეკეთებინა, განთავსებული ჰყავს დანაყოფები. ეს ერთი შემთხვევა მიუთითებს უფრო ფართო პრობლემაზე, რომელიც რუსეთმა თავად შექმნა საჰელის რეგიონში. როგორც ჟურნალმა Foreign Affairs-მა აღნიშნა 25 მარტის სტატიაში, რუსული უხეშობისა და იმ მიღწევების რეალურ წარმატებად გარდაქმნის უუნარობის კომბინაციამ, რომლებიც გავლენის კამპანიის შედეგად მიიღეს, პუტინი საჰელში მძიმედ დაასუსტა. რუსეთს არ შეუქმია თანამშრომლობა საჰელის სახელმწიფოებს შორის, რაც ნიშნავს, რომ მან პრაქტიკულად არაფერი გააკეთა სტაბილურობის პრობლემების გადასაჭრელად, რომლის გადაწყვეტა შემადაწყვეტაშიც ამ ქვეყნებს დახმარებას პირდებოდა. თუ რამე გააკეთა, რუსეთმა აფრიკაში კიდევ უფრო მეტი დაყოფა შექმნა. კრემლმა იზეიმა, როდესაც ნიგერმა, ბურკინა ფასომ და მალიმ დატოვეს დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური გაერთიანება და რეგიონში ახალი ეკონომიკური ბლოკის, საჰელის სახელმწიფოების ალიანსის შექმნა გადაწყვიტეს. მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ეს ზეიმი რეალურ ეკონომიკურ მხარდაჭერას არ ნიშნავს. ეს მხოლოდ სიტყვებია და ლოცვები, მაშინ როცა ამ სახელმწიფოებს რუსეთიდან ფული და რესურსები სჭირდებათ. და რადგან სხვა მოთამაშეები შემოდიან საჰელის რეგიონში და ზოგადად აფრიკაში, რუსეთი ხედავს, რომ მისი გავლენა თანდათან მცირდება. ევროპას და განსაკუთრებით საფრანგეთს უკვე აქვს გავლენა და ისინი ხელახლა ამყარებენ ურთიერთობებს. ჩინეთი, თურქეთი და თუნდაც არაბთა გაერთიანებული საამიროები ამყარებენ კავშირებს, რაც ყველა შემთხვევაში ასუსტებს იმას, რასაც პუტინი ცდილობს აფრიკის ქვეყნებში, სადაც რუსეთი ცდილობდა მეტი გლობალური ძალაუფლება შეექმნა. მოკლედ რომ თქვათ, პუტინისთვის აფრიკაში ყველაფერი ინგრევა. კრემლის მილიტარიზებული მიდგომა მარცხდება საფრანგეთისა და ევროპის გრძელვადიან ეკონომიკურ მოდელთან. ბაროუ ამაზე საუბრობს და გაზეთ Le Monde-ს ეუბნება. უსაფრთხოების საკითხების მიღმა რუსეთის წვლილი აფრიკის განვითარებაში ნულია. საფრანგეთის ვაჭრობა აფრიკასთან 3-ჯერ მეტია ვიდრე რუსეთის. ფრანგული ინვესტიციები 8-დან 10-ჯერ მეტია. ფრანგულ უნივერსიტეტებში მიღებული აფრიკელი სტუდენტების რაოდენობა 8-ჯერ მეტია. ეს რიცხვები თავად ლაპარაკობენ.
მას მხარს უჭერს ლანსინგის ინსტიტუტის 15 მაისის სტატია, რომელიც მიუთითებს, რომ უკრაინის ომი გახდა პუტინის გავლენის დაკარგვის მთავარი მიზეზი. ეს აზრი ნამდვილად ლოგიკურია. რუსეთის მთელი სტრატეგია უკრაინაში იყო ელვისებურად გადაევლო და დაემტკიცებინა რუსეთის სამხედრო ძალა, თანაც დაეპყრო ის, რასაც კრემლი სუსტ სახელმწიფოდ მიიჩნევდა. 4 წელზე მეტი გავიდა და რუსეთმა მხოლოდ უკრაინის დაახლოებით 20% დაიკავა და როგორც ჩანს, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოუწევს ბრძოლა მთელი ქვეყნის დასაპყრობად. ამ პროცესში 10,000-ობით ერთეული რუსული სამხედრო ტექნიკა განადგურდა, ასევე დაახლოებით 1,350,000 ჯარისკაცი და ეს რიცხვი იზრდება. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ რუსეთს არც ფინანსური და არც სამხედრო რესურსი აღარ აქვს იმისთვის, რომ იმგვარი მხარდაჭერა გაუწიოს თავის აფრიკელ მოკავშირეებს, როგორცაც რამდენიმე წლის წინ დაჰპირდა. რუსეთი იქამდე დავიდა, რომ მხოლოდ დაქირავებულ მებრძოლებს აგზავნის, რათა აფრიკის ოქროსა და ბრილიანტის მაღაროებზეც უდომა მოიპოვოს. და მალეში მომხდარმა დაამტკიცა, რომ ეს დაქირავებული მებრძოლები თავიანთ საქმეში არც ისე კომპეტენტურები არიან. მაღაროების ხსენება მიგვიყვანს კიდევ ერთ მიზეზთან, თუ რატომ აგებს რუსეთი ახლა აფრიკაშიც ისევე მძიმედ როგორც უკრაინაში. რუსეთის მთელი სტრატეგია არ იყო აგებული იმაზე, რომ აფრიკულ ქვეყნებს განვითარებაში დახმარებოდა, რათა ყველა მისარგებლოს მათი მიწის რესურსებით. პუტინს სურდა ექსპლუატაცია, ზედაპირული დაცვის უზრუნველყოფა, რომელიც არასდროს იქნებოდა გამოცდილი, რათა გაევრცელებინა რუსეთის გავლენა და მიეღო ის, რაც ნამდვილად სურს აფრიკიდან, რესურსები, როგორც მატერიალური, ასევე ადამიანური. ექსპლუატაცია თავიდანვე არსებობდა, თუმცა რუსეთს მისი პროპაგანდით დამალვა-შეემალვა შეეძლო. როდესაც პუტინმა 2010-იან წლებში აფრიკაში რუსეთის გავლენა გააფართოვა, ეს თავისთავად ექსპლუატაციური იყო. ხოლოდ პუტინი იყენებდა სუსტ რეჟიმებსა და პოლიტიკურ არასტაბილურობას, რათა რუსეთის გავლენა შეეტანა დაუცველ აფრიკულ ქვეყნებში. ეს იყო იაფი და სწრაფი ტაქტიკა, რომელიც როგორც რუსეთის ბევრი ქმედება და განცხადება, დეტალურ შემოწმებას ვერ უძლებდა. ახლა კი როგორც პაროუ აღნიშნავს, ყველაფერი, რასაც რუსეთი სთავაზობს, არის ექსპლუატაცია უსაფრთხოების იმ სერვისების სანაცვლოდ, რომლებიც გამოცდისას ვერ ამართლებენ. რაც მევხედავ არის ის, რომ ვლადიმირ პუტინის რუსეთისგან აფრიკა იღებს მხოლოდ უსაფრთხოების სერვისებს, აფრიკის რესურსების ექსპლუატაციის სანაცვლოდ. და ბოლო დროს აფრიკაში, ისევე როგორც სხვაგან მალიში, მაგრამ ასევე ვენესუელიდან ირანამდე და სირიამდე, რუსეთი ძირითადად დამარცხებულია, ამბობს პაროუ Le Monde-თან საუბარში. კიდევ ერთხელ მის ნათქვამში სიმართლეა. ხოლო აფრიკული კორპუსის მარცხი არ მიიპყრობს იმ აფრიკელი მოკავშირეების ყურადღებას, რომლებიც პუტინმა დაცვის დაპირებით მოიზიდა. ამ მოკავშირეებმა ნახეს, რა მოხდა სირიაში, სადაც ბაშარ ალ-ასადის მთელი რეჟიმი ელვისებური ეფექტურობით დაამხეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამ რეჟიმს წლების განმავლობაში უჭერდა მხარს. ისინი ნახავენ, რა მოხდა ირანში, სადაც უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებიდან პირველ 24 საათში მოკლეს, რადგან რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ვერ შეძლო მისი დაცვა. ვენესუელაში ყოფილი დიქტატორი ნიკოლას მადურო აშშ-ომ დააკავა ოპერაციაში, რომელმაც რუსეთიდან ყოფილ პრეზიდენტთან გაგზავნილი სამხედრო ტექნიკა პრაქტიკულად უსარგებლოდ გამოიყვანა. კვლავ და კვლავ ერთი და იგივე სქემა მეორდება. რუსეთი დაცვის დაპირებას იძლევა, შემდეგ კი ვერ იცავს. მალე იყო მხოლოდ პირველი მაგალითი, რომელმაც მართლაც გავლენა მოახდინა აფრიკის იმ ქვეყნებზე, სადაც რუსეთს გავლენა აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ბოლო იყოს. და აფრიკული ქვეყნები მხოლოდ დაცვის ჩავარდნების ამ ნიმუშს კი არ ამჩნევენ. რუსეთის მხრიდან ფართოდ გავრცელებული ექსპლუატაცია აჩვენებს ამ ქვეყნებს, რომ პუტინთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება რეალურად მხოლოდ რუსეთს აძლევს სარგებელს და შეიძლება აქტიურად ავნოს აფრიკას. უკრაინის ომის დაწყებიდან 2024 წლის თებერვლამდე რუსეთმა აფრიკიდან 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულებების ოქრო გაიტანა, რომელიც სავარაუდოდ მთლიანად ომის დაფინანსებისთვის იქნა გამოყენებული. ვაგნერის ჯგუფი, რომელიც ფაქტობრივად აფრიკის კორპუსად გადაიქცა, ამ ოქროს გატანაში მთავარი როლი შეასრულა. მალიში რუსეთს ურანისა და ლითიუმის ხელში ჩაგდება სურს. აფრიკის სხვა რეგიონებში რუსეთი ატარებს რეკრუტირების კამპანიებს, რომლებიც სავსეა დეზინფორმაციითა და მოტყუებით, რათა დაარწმუნოს ახალგაზრდა აფრიკელი მამაკაცები რუსულ არმიაში ჩაეწერონ და უკრაინაში იბრძოლონ. ამ მამაკაცებიდან ბევრმა არ იცის, რაზე აწერს ხელს სინამდვილეში. მათ პირდებიან უკანა ხაზზე სამსახურს, სწრაფად ვიზების მიღებას და ახალ ცხოვრებას რუსეთში. მაგრამ სინამდვილეში მათ ფრონტზე აგზავნიან, სადაც ისინი პუტინის ომისთვის უბრალოდ ხორცად იქცევიან. უკრაინამ თებერვალში განაცხადა, რომ მათი მონაცემებით რუსეთთან ერთად ომში 1780-ზე მეტი აფრიკული ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობს. პუტინი და მისი გარემოცვა, რა თქმა უნდა, ყველაფერს უარყოფენ. მაგრამ აშკარაა, რომ ექსპლუატაცია, რომელიც ყოველთვის პუტინის გონებაში იყო, ახლა აფრიკის ხალხზეც ვრცელდება. და ეს ალბათ ყველაფერზე მეტად ქმნის ისეთ უკუქმედებას, რომელმაც შეიძლება დაანგრიოს ბანკოს სახლი, რომელსაც უკვე ნახევარი დასტააგობა. ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო აღნიშნავს, რომ აფრიკელი ლიდერები იწყებენ რუსეთის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბარს. ნიგერიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად აფრთხილებს ქვეყნის მოქალაქეებს, რომ არ ჩაეწერონ უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. სამხრეთ აფრიკაში ოფიციალური პირები იღებენ პანიკურ ზარებს მოქალაქეებისგან, რომლებიც რუსი დაქირავებული მებრძოლების ჯგუფებში აღმოჩნდნენ და უკრაინის დონბასის რეგიონში ბრძოლაში გაეხმენ, მაგრამ ახალი ტენდენცია გამოიკვეთა. რუსეთი აფრიკიდან იტაცებს ყველაფერს, რაზეც კი ხელს მიუწვდება, სანამ ამის შესაძლებლობა აქვს.
თუ პუტინსა და მის კრემლის თანამოაზრეებს შეეძლოთ უზრუნველყოთ ის უსაფრთხოება და დადაცვა, რაც მათ თავიანთ პარტნიორებს დაპირდნენ ამ ექსპლუატაციის სანაცვლოდ, მაშინ ყურადღება შეიძლება სხვაგან გადატანილიყო და რუსეთის ქმედებები შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მაგრამ ასე არ ხდება. რუსეთისგან რეალური დაცვა არ მოდის. თითქმის არ არის ფული, განსაკუთრებით მაშინ, როცა შევადარებთ იმას, რასაც ევროპა და ჩინეთი აფრიკაში დებენ. ეხლა მხოლოდ ექსპლუატაცია არსებობს. რუსეთის უახლესი მოკავშირეები ამ ფაქტს აცნობიერებენ და რუსეთისგან განზე გადგომას იწყებენ. დაცვის მითი დაინგრა და პუტინი მხილებულია. ეხლა ჩვენ ხედავთ რუსეთის გავლენის კოლაფს იმ კონტინენტზე, რომელსაც პუტინი ფასდაუდებლად მიიჩნევს. საბოლოო ჯამში რატო უნდა მოუნდეს აფრიკულ ქვეყანას ახლა რუსეთთან თანამშრომლობა, როცა ყველაფერი ეს ნახა? ეს არის ბაროუს აზრი, რადგან ყველაფერი რაც რუსეთმა შეძლო, იყო ის, რომ ევროპისთვის ხელახლა გაეხსნა კარი, რათა ის აფრიკაში მთავარ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ ქცეულიყო. ახალ ზელანდიას არ დასჭირვებია გასროლა. მას არ მოუწია უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ან პირდაპირ რუსეთთან ბრძოლა. ეს ყველაფერი საჭირო არ იყო. ამის ნაცვლად, ახალმა ზელანდიამ პუტინი და მისი მავნე თანამზრახველები სერიოზულად დააზარალა. რუსეთს ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყა. ის, რაც ახალმა ზელანდიამ ახლახან გააკეთა უკრაინისთვის, წარმოუდგენელია, რადგან ამან რუსეთი გატეხა და პუტინი სამმაგი პრობლემის წინაშე დატოვა. კიბეროპერაციები, არალეგალური გადახდის არხები და მესამე ქვეყნის მიწოდების არხები ახლა თამაშიდან ამოხებულია. ეს უკრაინისთვის უზარმაზარი მნიშვნელობისაა. ახალი სანქციები გზაშია და ისინი განსხვავდება ყველაფრისგან, რაც აქამდე ახალ ზელანდიას შემოუღია. 7 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალმა ზელანდიამ შემოიღო სანქციების მთელი პაკეტი, რომელიც კონკრეტულად დაახლოებით 20 პირსა და ორგანიზაციას ეხება, რომლებიც ქვეყნის თქმით მონაწილეობენ იმ ყველაზე დამაზიანებელ ქმედებებში, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად ხორციელდება. ახალი სანქციების შესახებ განცხადება გააკეთა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უინსტონ პიტერსმა. ეს სანქციები წარმოადგენს 25 რაუნდს იმ სასჯელმოქმედი ზომებიდან, რომელიც ქვეყანამ პუტინის დასასჯელად მიიღო რუსეთის შეჭრის გამო. მხოლოდ ამჯერად საქმე მხოლოდ დასჯას არ ეხება. ეს ბოლო სანქციები სპეციალურად იქნა შემუშავებული იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ კიბერდანაშაულს და შეჭრის სხვა ასპექტებს, რაც უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა იმ ინდივიდებისა და სუბიექტების გარეშე, ვისაც ახალი ზელანდია მიზანში იღებს. კიბერპლატფორმების ოპერატორები, რომლებიც რუსი ჰაკერებისა და კიბერდამნაშავეების ხელშემწყობნი არიან, ახლა მიზანში არიან ამოღებული. ასევე მიზანში არიან ალტერნატიული გადახდის სერვისების მომწოდებლები, რომლებმაც რუსეთს საშუალება მისცეს გვერდი აევლოს სხვა სანქციებისა და შეზღუდვებისთვის, რომლებიც ტრადიციულმა გადახდის პლატფორმებმა დააწესეს. ახალი ზელანდიაც მიზანში იღებს მესამე ქვეყნებს, რომლებიც შუამავლების როლს ასრულებენ რუსეთისთვის. ისინი ყიდულობენ და შემდეგ რუსეთს აწვდიან კომპონენტებსა და სხვა აღჭურვილობას, რომლის შეძენაც რუსეთს პირდაპირ აღარ შეუძლია. ვლადიმირ პუტინი სერიოზულად დაზარალდა. ახალ ზელანდიას ერთი თქუიაც კი არ გაუვარდია. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ახალ ზელანდიაში სანქციების პაკეტის სამივე სამიზნე კატეგორიას, მაგრამ მანამდე უინსტონ პიტერსმა მკაფიოდ განმარტა, რატომ დაუმიზნა ის 20 პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც შოკში ჩაჩავარდებიან, როცა საკუთარ სახელს ახალ ზელანდიაში სანქცირებულთა სიაში ნახავენ. Wins online პლატფორმებს ბოროტად იყენებს რუსეთის ომის მხარდასაჭერად უკრაინის წინააღმდეგ რეალურ შედეგებს მიიღებს, მათ შორის სანქციებსაც. განაცხადა უინსტონ პიტერსმა და დაამატა: ჩვენ სამიზნეში ვიღებთ იმ გადახდის ინფრასტრუქტურას, რომელმაც ხელი შეუწყო რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. აქ ჩვენ ხედავთ, რომ ახალი ზელანდია თავის წვრილს შეაქვს იმ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის დაშლაში, რომელიც პუტინის მთელი საომარი მანქანის არსებობას უზრუნველყოფს. ახალი ზელანდიის თქმით, სამიზნეში ექცევიან ბოროტმოქმედები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, რადგან ქვეყანა აძლიერებს უკვე დაწესებულ 2000-ზე მეტ სანქციას და პირდაპირ რუსეთის მომარაგების ჭაჭვებსა და პლატფორმის მომწოდებლებს ესხმის თავს. საუბრის გაგრძელებისას ახალი ზელანდია ბოლო თვეებში საკმაოდ აქტიურად და მასშტაბურად აწესებს სანქციების ახალ პაკეტებს. მხოლოდ თებერვალში დააწესა ქვეყანამ სანქციების ახალი რაუნდი, რომელიც შეეხო 23 პირსა და 13 კომპანიას რუსეთიდან და ირანიდან. ახალმა ზელანდიამ ამ შესაძლებლობით ისარგებლა და პუტინსაც დაარტყა ნავთობის მიმართულებით, რადგანაც ევროკავშირის მსგავსად რუსულ ნავთობზე ახალი ფასობრივი ზღვარი დააწესა $44 და 10 ცენტი. სიტუაციის კიდევ უფრო გასამწვავებლად, ახალმა ზელანდიამ თებერვლის იმ რაუნდში სანქციები დაუწესა 100 ხომალდსაც, რომლებიც პუტინის ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის. იმჯერად სანქციები შეეხო რუსეთის სადაზვერვო სააგენტოების წევრებს, ირანის 3 მოქალაქეს, მათ შორის ერთს, რომელიც დრონების წარმოებაში იყო ჩართული და კრიპტოვალუტის ბირჟა გარანტექსის ხელმძღვანელებს. ამან რუსეთს საშუალება მისცა უკრაინაში შეჭრისთვის ფული უწყვეტად მიეღო. სანქციების უახლესი პაკეტი აგრძელებს ახალი ზელანდიის ბრძოლას რუსეთის კრიპტოვალუტისა და ფინანსური манипуляციების წინააღმდეგ, თუმცა ისინი ბევრად მეც აკეთებენ. ამ ეტაპზე შეიძლება რამდენიმე კითხვა გაგიჩნდეთ. თავარი მათ შორის ყველაზე აშკარა, რატომ არის ეს სანქციები მნიშვნელოვანი? ეს სრულიად ლოგიკური კითხვაა. ახალი ზელანდიის 20 ახალი სანქცია შეიძლება ოკეანეში წვეთის ტოვად მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა Castellum AI-ის ცნობით, რუსეთი უკვე მსოფლიოში ყველაზე მეტად დასანქცირებული ქვეყანაა.
პუტინი, მისი გარემოცვა და ისინი, ვინც რუსეთს უკრაინაში შეჭრაში ეხმარებიან, უკვე 26665 სანქციას უმკლავდებიან, რომელთაგან 23960 უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ დაწესდა. რატომ უნდა ჰქონდეს 20 დამატებით სანქციას დიდი მნიშვნელობა? პასუხი იმაში მდგომარეობს, თუ რას მიემართა ახალი ზელანდია თავის 35 პაკეტში, რადგან სწორედ აქ ვიწყებთ დიდ ცვლილებას. სანქციებს აღარ იღებენ მხოლოდ მთავარი ფიგურები. ახალი ზელანდია მიზანში იღებს ყველას, ვინც ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გაჩაღებაში. დავიწყებთ კიბერდანაშაულის სანქციებით. მაშინ როცა რუსეთი უკრაინაში აგზავნის იარაღს და ცოცხალ ძალას, ეს ხდება სათაურებში, მაგრამ ხშირად სწორედ რუსეთის ჩრდილოვანი კიბერდანაშაულებრივი ჯგუფების მოქმედებები აზიანებს უკრაინას ყველაზე მეტად. ეს ჯგუფები მიუხედავად იმისა, რომ დეცენტრალიზებულები არიან, საერთო მიზანი აქვთ: სრულად დაანგრიონ და საბოლოოდ გაანადგურონ კიბერქსელების ის სტრუქტურა, რომელიც უკრაინას აერთიანებს. ყველაფერი, რაც უკრაინას ერთიან სახელმწიფოდ აქცევს, მათი სამიზნეა: ლოგისტიკური სისტემებიდან დაწყებული, სახელმწიფო რეესტრებითა და ენერგეტიკული ქსელებით დამთავრებული. ეს კიბერკრიმინალები პუტინს ეხმარებიან, რომ უკრაინის მოქალაქეები უცოდინარობაში დატოვოს, ზოგჯერ პირდაპირ მნიშვნელობითაც კი, და მათ დამატებითი ამოცანა აქვთ: დეზინფორმაციის გავრცელება დასავლეთში, რაც მიზნად ისახავს უკრაინისთვის პარტნიორების მხარდაჭერის შეზღუდვას. შტილიდან მოქმედებენ და ყოველთვის ანონიმურები არიან. ეს საეჭვო კიბერკრიმინალები სარგებლობენ დაფარული ინტერნეტ პროტოკოლის, მისამართებითა და პლატფორმებით, რომლებიც ანონიმურ წტომას აძლევთ მათ საკომანდო სერვერებზე, Sky News იუწყება. სწორედ ამ ტიპის პლატფორმებს უმიზნებს ახალი ზელანდია. თუ კიბერკრიმინალები დამალვას აპირებენ, ახალი ზელანდია ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ საქმიანობა გაურთულოს და პლატფორმები წაართვას. ახალი ზელანდია აიძულებს რუსეთის ჰაკერების არმიას მოძებნონ ახალი და უფრო ძვირადღირებული გზები, რათა გვერდი აუარონ იმ დაცვებს, რომლებიც უკრაინას აქვს თავისი ვებ სისტემებისთვის. ჰაკერებს, რომლებსაც არ გამოსდით, არაფერი შეუძლიათ. და სწორედ ეს არის მთავარი აზრი, რადგან ის, რასაც რუსეთის ჰაკერები ბოლო 4 წლის განმავლობაში აკეთებდნენ, უკიდურესად საზიანოა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვისაც. ის კიბერდამნაშავეები უცებ არ გამოჩენილან არსაიდან, როცა პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო 2022 წლის თებერვალში. ისინი დიდი ხნით ადრე უკვე მოქმედებდნენ, რადგან თავიანთი ტაქტიკის განხორციელება და დახვეწა დაიწყეს რუსეთის თავდაპირველი აგრესიის კამპანიის დროს, უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს. ატლანტიკური საბჭოს ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე და განსაკუთრებით 2022 წლის იანვარში, ეს ჰაკერები იყენებდნენ იმ ტიპის პლატფორმებს, რომლებიც ახალმა ზელანდიამ დაასანქცირა, რათა კიბერშეტევები განეხორციელებინათ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მას შემდეგ რუსეთის კიბერომა უკრაინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მხოლოდ გამამწვავდა. ხშირად რუსეთი თავის კინეტიკურ დათმებს კიბერკომპონენტსაც ურთავს და იყენებს მავნე პროგრამების, ფიშინგისა და ზოგადი დეზინფორმაციის კომბინაციას, რათა მიიღოს წტომა სისტემებზე, რომლებიც რუსეთს საშუალებას აძლევს დაასუსტოს უკრაინის თავდაცვა დრონებისა და რაკეტების დათმობამდე. უკრაინას ჰყავს საკუთარი კიბერმებრძოლების არმია, რომელიც ცდილობს დაიცვას ქვეყანა რუსეთის ჰაკერებისგან და ამავე დროს ახორციელებს საკუთარ კიბერშეტევებს. IT არმიის სახელით ცნობილი უკრაინელი ჰაკერები დეცენტრალიზებულად მოქმედებენ და დაუღალავად მუშაობენ, რათა რუსეთი შეაჩერონ. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამას ვხედავთ მხოლოდ 2026 წელს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის კიბერშეტევების რაოდენობიდანაც. Sky News-ის მიხედვით, საერთაშორისო კიბერდანაშაულის მონიტორინგის ცენტრები იუწყებიან, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში უკრაინულ ობიექტებზე კიბერშეტევები 34%-ით გაიზარდა, 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. შეტევების უმეტესობა მოდიოდა თავად რუსეთიდან ან მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც პუტინის ჰაკერებს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ. რასაც აქ ვხედავთ არის ის, რომ რუსეთი იყენებს სტრატეგიას, რომელიც მუშაობს. ახალი ზელანდიის უახლესი სანქციები მიზნად ისახავს რუსი კიბერდამნაშავეების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტების ჩამორთმევას, რაც თავის მხრივ უნდა შეამციროს კიბერშეტევების რაოდენობა, რომელთანაც უკრაინას უწევს გამკლავება. მაგრამ მხოლოდ უკრაინას არ უწევს რუსი ჰაკერების გამო შეწუხება. სადაც ეს მართლაც სერიოზული ხდება, არის ის, რომ რუსეთი აფართოებს თავისი კიბერდანაშაულების მასშტაბებს და მოიცავს დასავლეთის დიდ ნაწილს. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ღრმად ვისაუბრებთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ამაზე ბევრად მეტი გვაქვს თქვენთვის, ასე რომ თუ ჩვენი კონტენტი თქვენთვის ღირებულია, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. თუ 2014 წლის კიბერკამპანია უკრაინის წინააღმდეგ თესლის დათესვას ჰგავდა, ეს თესლები 2026 წელს დამანგრეველ მცენარეებად იქცა. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ვარაუდობდა, რომ უკრაინის ომი შეიძლება იყოს პირველი მასშტაბური კიბერომი, რომელიც მსოფლიოს ოდესმე უნახავს. ჰაკერული და კიბერშეტევები ომში ახალი არაფერია, ამბობს კოლეჯი. მაგრამ ის, რასაც უკრაინასა და დასავლეთის დიდ ნაწილში ვხედავთ, ბევრად უფრო კოორდინირებული კიბერკამპანიაა, ვიდრე აქამდე ყოფილა. პანიკიორებისთვის კიბერომის პოტენციური შედეგები მძიმეა. ენერგოსისტემების, საფინანსო ბაზრების ან სამხედრო კომუნიკაციების შეფერხებამ შეიძლება ქაოსი, ეკონომიკური კოლაფსი ან თუნდაც მასშტაბური მსხვერპლი გამოიწვიოს, ნათქვამია კოლეჯის ანგარიშში. დამატებით კიბერშეტევების სისწრაფე, ანონიმურობა და გლობალური მასშტაბი აძლიერებს შიშის განცდას, რადგან ეს ფაქტორები ართულებს თავდასხმებზე პასუხისმგებელი მხარის დადგენას და დროულ რეაგირებას. რეაგირების სირთულე არის მთავარი პრობლემა.
დასავლეთიც ისევე გრძნობს ამას, როგორც უკრაინა. ლონდონის King's College მიუთითებს, რომ რუსეთის კიბერკამპანია თავად დემოკრატიის საფუძვლებს უქმნის საფრთხეს. რუსეთის სახელმწიფო მხარდაჭერილი ჰაკერები ავრცელებენ დეზინფორმაციას დასავლეთში, სოციალური მედიისა და მსგავსი არხების მეშვეობით. ამავდროულად კი უშუალო თავდასხმებს ახორციელებენ იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც დასავლურ დემოკრატიას იცავენ. ინფორმაციული სივრცე გეოპოლიტიკურ ბრძოლის ველად იქცა, ამბობს ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და ძნელია მას არ დაეთანხმო. 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის ნოემბრამდე პერიოდში King's College-ის შეფასებით დაფიქსირდა 505 ცალკეული შემთხვევა, რომელსაც ისინი უცხოური ინფორმაციის манипуლირებისა და ჩარევის უწოდებენ. ეს ფიმი შემთხვევები, რომლებიც თითქმის დღეში 1.4 ჯერ ხდებოდა, მიზნად ისახავდა 322 ორგანიზაციას 90 ქვეყანაში. შეიცავდა 78,000 დეზინფორმაციული შინაარსის შექმნას და გამოიყენებოდა 38,000 არხი ან ანგარიში 25 სხვადასხვა პლატფორმაზე. ფიმი მხოლოდ დეზინფორმაციის სივრცეს მოიცავს, თუმცა ეს რიცხვები სრულიად საკმარისია, რომ აჩვენოს რუსეთის კიბერდანაშაულისა და ჰიბრიდული ჰაკერული საქმიანობის მასშტაბი. დასავლეთის, განსაკუთრებით კი ევროპის კავშირის წინააღმდეგ ჭრილოვანი ომი მიმდინარეობს. კიბერდანაშაული მხოლოდ ერთი ნაწილია გაცილებით დიდი ტაქტიკების ნაკრებისა, რომელიც მოიცავს დივერსიებსა და საჰაერო სივრცის დარღვევებს, და ეს ყველაფერი კეთდება უკრაინის ზიანის მისაყენებლად. როგორ? რუსეთი იყენებს თავის კიბერტაქტიკებს იმ ქვეყნების დასასჯელად, რომლებიც უკრაინას ხუჭერენ მხარს იმ იდეით, რომ მუდმივი დასჯის ნაკადი საბოლოოდ იმდენად მძიმე გახდება, რომ ამ ქვეყნებმა გადაწყვიტონ უკრაინის მხარდაჭერა მეტ პრობლემად ღირდეს ვიდრე სარგებლად. პუტინის იდეალურ სცენარში ის ქაოსი, რომელსაც მისი ჰაკერები ქმნიან, საკმარისი იქნება ნება იმისთვის, რომ უკრაინის მოკავშირეებმა შეამცირონ მხარდაჭერა, რაც საბოლოოდ უკრაინას დაუცველს ტოვებს. მაგრამ ასე არ ხდება და ახალმა ზელანდიამ ეს დაამტკიცა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სანქციები თავისთავად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე რუსი კიბერდამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლას ეხება, ის გზავნილი, რომელსაც ეს სანქციები აგზავნის, არანაკლებ მნიშვნელოვანია. ახალი ზელანდია პუტინს ეუბნება, მისი მიმართულებით ერთი გასროლაც კი გაუსრველად, რომ რუსეთს არ შეუძლია ქვეყანა манипуლაციით აიძულოს, არ დაუჭიროს მხარი უკრაინას. ხოლო ეს კი არა, ახალი ზელანდია უტევს იმ პლატფორმებსაც, რომლებიც რუსეთს კიბერდანაშაულის ჩადენის საშუალებას აძლევს. ამ დანაშაულების მასშტაბი და მათი განხორციელების ხარჯი გაიზრდება, რაც პირდაპირ იცავს უკრაინას. ასევე ეხმარება უკრაინის მოკავშირეებს, რომ პუტინის ასეთი სასუწარკვეთილი მცდელობა შეაჩეროს მხარდაჭერა არ გაამართლოს. ეს ყველაფერი პუტინს ტკივილს მიაყენებს. მისი კიბერდამნაშავეები ახალ პლატფორმებს ეძებენ, რათა ჰიბრიდული ომი გააგრძელონ. მაგრამ პუტინისთვის კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ის, რომ ახალმა ზელანდიამ სანქციები ასევე მიმართა იმ გადახდის არხების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთი იყენებს სანქციების ასარიდებლად. Sky News იუწყება, რომ ახალმა ზელანდიამ სანქციების მთელი ბლოკი შექმნა კონკრეტულად ერთი კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთს ალტერნატიულ გადახდის გადაწყვეტილებებს სთავაზობს. ამ ალტერნატივების იდეა, როგორც გამოცემა იუწყება, არის ის, რომ რუსეთს საშუალება მისცეს ტრადიციული საბანკო სისტემის მიღმა მიიღოს გადახდები თავისი ექსპორტისთვის. ფული, რომელსაც რუსეთი ამ ალტერნატიული არხებით იღებს, საბოლოოდ პუტინის საომარ მანქანაში მიედინება და მისი მეშვეობით რუსეთი მესამე ქვეყნებიდან იძენს იმ კომპონენტებს, რომლებიც იარაღისთვის სჭირდება. ამ ქვეყნებზე უფრო დეტალურად რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ, მაგრამ აქ რაც ჩანს არის პირდაპირი კავშირი იმ გადახდის პლატფორმებსა და იმ ტკივილს შორის, რომელსაც პუტინი უკრაინაში აყენებს. რუსეთი წლებია ალტერნატიული გადახდის პლატფორმების თემას აჟღერებს. მას ამის გაკეთება მოუწია. დასავლეთის სანქციები რუსეთს უშლის ხელს მიიღოს ფული სანქცირებული საქონლის გაყიდვიდან, როდესაც ეს ფული ტრადიციული საბანკო სისტემებით გადის. უკვე 2017 წელს რუსეთმა შეიმუშავა ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა, ანუ SPFS, რომელიც თითქოს SWIFT-ის ალტერნატივად იყო შექმნილი. რეალურად ეს არის რუსეთზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელსაც AA-ის ანგარიშების მიხედვით 2023 წლისთვის 400 ფინანსური ინსტიტუტი იყენებდა. რუსეთმა ასევე შექმნა მირის პლატფორმა, როგორც ვიზასა და მასტერკარდის ალტერნატივა და დიდი რესურსები ჩადო BRICS Bridge ელექტრონული გადახდების პლატფორმის განვითარებაში. რუსეთისგან გზავნილი ყოველთვის ერთნაირია. საჭიროა მეტი ტრანზაქცია დოლარისა და ევროს გარეშე. რა თქმა უნდა, ასეა. პუტინმა იცის, რომ დასავლური ვალუტები გაცილებით ადვილია გაიყინოს, ვიდრე ის ვალუტები, რომლებთანაც რუსეთს სურს მუშაობა. ვალუტის მიმართულებით რუსეთი ასევე ძლიერად ეფრთნობა კრიპტოვალუტას, მას შემდეგ რაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა. მოსკოვში მდებარეობს ფედერაციის კოშკი, სადაც როგორც Forensic Archive ამბობს, განთავსებულია მსოფლიოში სანქციების თავიდან აცილების ყველაზე განვითარებული ქსელი. არქივის თქმით, ამ ერთი კოშკის შიგთავსმა რუსეთს 200 მილიარდი დოლარის ფინანსური მაშველი რგოლი მისცა 2025 წლის ოქტომბრამდე. და ეს შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ ის მხარს უჭერს კრიპტოვალუტის საეჭვო ტრანზაქციების ფართო ქსელს კონფიდენციალურობის მიქსერების მეშვეობით. რუსეთი ფაქტობრივად რეცხავს თავის ბინძურ ფულს კრიპტოვალუტის გამოყენებით, რომლის მიკვლევაც შეიძლება შეუძლებელი გახდეს, როდესაც ის ფიქტიური კომპანიების გავლით გადადის, რათა ან თავად რუსეთს გადაუხადონ, ან შეიძინონ ის, რაც რუსეთს სჭირდება მესამე ქვეყნებიდან. კრიპტოვალუტის ასეთი ტიპის ქსელებმა სანქციები ფაქტობრივად უსარგებლო გახადა.
და სწორედ ამას ცდილობს ახალი ზელანდია შეეწინააღმდეგოს პუტინის წინააღმდეგ თავისი მასიური 35 პაკეტით. თავარი პლატფორმის სანქციებით ახალი ზელანდია ყველას, ვინც შეიძლება ამ პლატფორმას გამოიყენოს რუსეთისგან გადახდების მისაღებად ან გასაკეთებლად, აცნობებს, რომ სანქციების გვერდისავლით არ შეეგუება. პუტინს ეს არ სჭირდება. მას არ უნდა რომ ვინმე შეუტიოს იმ მეთოდებს, რომელსაც რუსეთი იყენებს გადახდებისთვის და გადახდების მისაღებად, რადგან მან უკვე შეიყვანა რუსეთი ეკონომიკურ შავხრელში. როიტერის ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკა 2026 წლის პირველ კვარტალში 0.3%-ით შემცირდა, რაც რუსეთისთვის პირველი შემცირებაა 2023 წლის შემდეგ. ეს მხოლოდ სიმპტომია ბევრად უფრო ფართო ეკონომიკური პრობლემებისა, რომლებმაც გამოიწვია ცხოვრების ღირებულების კრიზისი და რუსული ბიზნესების დასუსტება, რადგან პუტინი რუსეთის ყველა რესურსს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში დებს. სხვა ქვეყნებმა აჩვენეს, რომ ახალი ზელანდიის მიდგომა მუშაობს. უკვე 2025 წელს კანადამ და ავსტრალიამ შექმნეს მსგავსი სანქციები, რომლებმაც მათ საშუალება მისცეს გაეყინათ $180 მილიონ მეტი ღირებულების აქტივები, იტყობინება New Sky Corp. იმედია ახალ ზელანდიასაც ექნება მსგავსი შედეგი. სულ მცირე კიდევ ერთი გზა მოიჭრა, რომელსაც რუსეთი იყენებდა თანხის მისაღებად. რაც უფრო მეტი ასეთი გზა იკეტება, მით უარესია შედეგები რუსეთის ეკონომიკისთვის. და ფულის გარეშე პუტინი ვერ უზრუნველყოფს იარაღითა და აღჭურვილობით თავის ჯარისკაცებს ფრონტზე. ბოლოს არიან მესამე ქვეყნის აქტორები, რომლებსაც ახალმა ზელანდიამ სანქციები დაუწესა. ჩვენ უკვე შევეხეთ მათ. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ალტერნატიული გადახდის პლატფორმები, რომლებიც რუსეთმა შექმნა იმისთვის, რომ გადაიხადონ და მიიღონ გადახდები პუტინისა და მისი გარემოცვისგან. შესაძლებელია, რომ რუსეთს ასევე ჰყავდეს მესამე მხარის ჰაკერები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებენ. მაგრამ იქ, სადაც ამჟამად სანქცირებული მესამე ქვეყნის პირები და ორგანიზაციები ყველაზე დიდ ზიანს აყენებენ, არის ის, რომ ისინი პუტინს აძლევენ საშუალებას მხარი დაუჭიროს რუსეთის სამხედრო ძალას, მიაწოდონ მას ის კომპონენტები, რაც რუსეთს სჭირდება თავისი აღჭურვილობის ასაშენებლად. აი როგორ მუშაობს ეს. რუსეთს სჭირდება ბევრი მასალა და კომპონენტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის აშენებს თავის რაკეტებს და სხვა თანამედროვე საბრძოლო საშუალებებს. იშვიათი მიწის მინერალები, პროგრამული უზრუნველყოფა და მიკროჩიპები ყველა აუცილებელია რუსეთის სამხედრო მანქანისთვის. ამიტომ ბუნებრივია, ეს ის პროდუქტებია, რომლებზეც სხვა ქვეყნები სანქციებს აწესებენ. როდესაც რუსეთს ამ მასალების პირდაპირ შეძენა არ შეუძლია, ის ხშირად მესამე ქვეყნებს ეყრდნობა, რომ მათ იყიდონ ეს მასალები და შემდეგ რუსეთს მიყიდონ. მესამე ქვეყანა ყიდულობს ამ პროდუქტს თითქოს თავისთვის. შემდეგ ის რუსეთს ყიდის ამ პროდუქტს, ხშირად იმ მოტივით, რომ რუსეთი პროდუქტის საბაზრო ფასზე მეტს იხდის, რაც პუტინს სანქციების გვერდისავლით აძლევს საშუალებას. აქ უკვე მოქმედებაში ერთვება ის ალტერნატიული გადახდის პლატფორმები, რომლებიც უკვე ახსენეთ, და არ იქნება გასაკვირი თუ გავიგებთ, რომ რუსეთის კიბერდამნაშავეებიც მონაწილეობენ ამ ტრანზაქციების ბუნების დაფარვაში. ყოველთვის თავად მესამე ქვეყნები არ არიან დამნაშავეები, გარდა იმისა, რომ შესაძლოა ძალიან ამარტივებენ ადამიანებისა და კომპანიებისთვის ასეთი ტრანზაქციების განხორციელებას. არა ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთის რთული მომარაგების ჯაჭვის ნაწილია, გავს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას, რომლებიც ორივე მზად არიან პირდაპირ დაეხმარონ რუსეთს. მაგრამ საბოლოოდ ხდება ის, რომ მოგებაზე ორიენტირებული პირები მესამე ქვეყნებში, იქნება ეს ინდივიდები თუ მთელი კომპანიები, ყიდულობენ საქონელს სანქციების დამწესებელი ქვეყნებიდან და შემდეგ მოგებით ყიდიან, რითაც უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობებად იქცევიან. ეს ყველაფერი ბუნდოვანია, განზრახასია მოწყობილი. აქ ჩართულია ფიქტიური კომპანიები, ჩრდილოვანი ფლოტის გემები და კრიპტოვალუტა. მაგრამ როგორც სხვა სანქციების 35 პაკეტში ახალი ზელანდია ჭრის ამ არეულობას და პირდაპირ წყაროს მიადგა. ის პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ახალმა ზელანდიამ დაასანქცირა, რუსეთის მესამე ქვეყნის სავაჭრო ქსელის ნაწილი არიან. ახალი ზელანდია პირდაპირ ურტყამს სანქცირებულ პირებს მათ საფულეებში, რაც სწორედ ამ ყველაფრის მთავარი მიზანია. თუ რუსეთისთვის გაყიდვებიდან მეტი ფულის შოვნა არის мотиваცია, სანქციებით იმაზე მეტი თანხის წართმევა, ვიდრე ისინი გამოიმუშავებენ, საკმარისი იქნება, რომ რუსეთის მესამე ქვეყნის ხელშემწყობები თამაშიდან გამოვიდნენ. ეს ყველაფერი რუსეთისთვის არხების დაბლოკვას ეხება. მხოლოდ კალმის ერთი მოსმით და საზოგადოებისთვის მოკლე განცხადების გაკეთებით, ახალმა ზელანდიამ დააზიანა რუსეთის კიბერგოლი, მისი ფინანსური ქსელი და ის რთული და ჩრდილოვანი მომარაგების ჯაჭვი, რომელიც მთელ მსოფლიოში აქვს შექმნილი. პუტინი ახლა სერიოზულად დაზარალდა და ახლა ალბათ ახალი ზელანდია ეძებს შემდეგ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც სანქციებს დაუწესებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალ ზელანდიას პუტინის დასაზიანებლად არც ერთი გასროლა არ დასჭირვებია, სხვა ქვეყნები უკრაინას კიდევ უფრო პირდაპირ და სამხედრო გზით ეხმარებიან. შვედეთი ერთ-ერთი მათგანია. მან უკრაინას ოდინის ჯადოსნური შუბი გადასცა, გუნგნირი უკვე უკრაინაშია და რუსეთის ძალებს ანადგურებს. უყურეთ ჩვენს ვიდეოს, რათა გაიგოთ რა არის გუნგნირი და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი უკრაინისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ, რომ ნახოთ მეტი ჩვენი მასალა იმაზე თუ რას აკეთებენ უკრაინის მოკავშირეები პუტინისთვის თავისი ადგილის მისაჩენად. და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.